ღარიბაშვილზე თქვი დაიჭირეს, რიჟვაძეზე თქვი აგერ თავს იკლავდა კაცი, ლილუაშვილზე თქვი და გამოვიდა ოხანაშვილი და მეორე დღეს ყარო. კიო, კითხვები არისო. რას ალაგებენ, რა ვერ დაალაგდა? თავარ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი მდინარაძე. სად იყო ერთი კვირის განმავლობაში და რატო არ იღებდა ხმას? შენ რასაც ლაპარაკობ გამართლა. განა მარტო ბიზნესთან შეექმნა პრობლემა. იქიდან შემოუთვალეს კრიმინალებმა. დადგა საფრთხე ჭყალებში იმისა, რომ ერთის გარდა კიდე რამდენიმე მილიარდერი ყოფილიყო და ბიზნეს უნდა ქეში. არსებობს ამი არგუმენტი, რომ შენ ამათ ენდო სიტყვაზე. ბიძინა ივანიშვილს მისი დეიდაშვილი გაექცა ქვეყნიდან. კალაძე 800, რიჟვაძე 300, ლილუაშვილი 100, კალაძესთან არის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც თხოვენ. არ უნდა კონდეს კალაძეს იმის იმედი, რომ აქედან დაძვრება, ვერ დაძვრება. ბიძინას რატო უნდა კონდეს მოუდინი, რომ მithumes ეს მასა მას ბოლომდე გვერდში დაუდგება. ანუ ნენელა დაამუღამეს, როგორ შეიძლება რომ ეს ქონებები გადამალონ, სხვაზე გადააფორმონ. ირაციონალურია შენ და უპირისპირდე ამ ხელა ძალას. შეუძლებელია ამდენ უსამართლობას, ამდენ ჩაგვრას პასუხი არ მოყვეს ქართველი ხალხისგან. და deep state-მა ტრამპი დაამარცხა და რაღაცა ზაზა შათრიშვილის პირით გელაპარაკებიან. კადიროვის ჩეჩნეთი გააკეთა საქართველოში ბიძინამ და აბსოლუტური ანალოგი. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა მოხდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ცვლილებები იქნება. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგყვევით YouTube, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოგყვევით Facebook-ზე, TikTok-ზე და სხვა სოციალურ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ლევან ხაბეიშვილი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, YouTuberi, ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე იცის, რაც არ უნდა იცოდეს, მაგრამ მაინც იცის, ანუ უბრალოდ ხაბე. გამარჯობა ხაბე, როგორ ხარ? ხაბე ხო არა ხარ ხაბე მოგმართ. ხაბე ჯობია, ბევრ სტატუს ჯობია რომ ხაბე უბრალოდ. მიჩვეულიც ესე ხარ ხო ბავშვობიდან? კი ბატონო. ხაბე ხაბეიშვილი. კაი ბატონო. კაი მოკლედ, აი ბოლო პერიოდის განმავლობაში შენ რა ინფორმაციას აჟღერებ? ხო, ნუ მართლდება. გასაგებია ხა ის მომენტიც, რომ შენ ინფორმაციები რაც არის, ნუ მოდი ესე ვთქვათ რა, გადამოწმებული და ნოტარიულად დამოწმებული ფორმით ეგ ინფორმაციები ვერ იქნება და არ იქნება რა. ჭორებია რაღაც პონტში, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ ერთი ჭორი არ ყოფილა საქართველოში, რომელიც არ გამართლებულა. ეხლა ესეც რო ვთქვათ რა, და შენ რასაც ლაპარაკობ, გამართლა ეხლა შესაბამისად, ნუ როგორ არ უნდა დავინტერესდეთ, ამიტომ როგორ არ უნდა გკითხოთ, ხო ეხლა რიჟვაძე, ასე შემდეგ ბიზნესთან მისატანი ფულები დააშენე. მოდი დინარაძით დავიწყოთ, დღეს დინარაძემ გიპასუხა. გამოაგორეს. სადი, ხო, გამოაგორეს შენ. გუშინ დავშემძახე, რომ გამოაგორეთ მამუკა და მამუკა ხო და სად იყო, რა ხდება და ანუ რას ალაგებენ, რა ვერ დაალაგდა და ასე შემდეგ. და მამუკა დინარაძით რო დავიწყოთ. მამუკა დინარაძე ხომ ერთი კვირა 10 დღე არ გამოჩენილა, დღეს რაღაცა უცნაურად გამოხდა რა. აპაო, სათო ერთი კვირაო, თქვენო ეხა კამპანიის აგორება გინდა და ესო რაღაცა უცხოეთის აგენტმა ხაბეიშვილმა თქვა და მე აბა სად დავიმალეო. და მე რაღაც კომენტარები მოაყოლა და მოყვა მე იქ რაღაცა ჟურნალისტი ეკითხება და ნუ რიჟვაძე ჩემი ძმაკაცი იყო. მარტივი კითხვა, აი კოდს ვეკითხები რა. ბიჭო, კაცი ამოსო ძმაკაც და მეგობარი იყო რიჟვაძეო და მირეკავდა, მეკითხებოდა სამსახურზე მეკითხებოდა, საწავიდა სადარავდა. კაცმა ან თავი მოიკლა ლამის ან ესროლეს და მოკლეს, ანუ უმძიმეს მაგაზე უარეს რა უნდა დაემართოს, ხო? სადა თუ ძმაკაცი და მეგობარი იმ ორტყვიას ეხავ, ხო ფაქტია. ერთი კვირა სად მამუკა სად იყო? ყველაფერზე ხო გელაპარაკება, მამუკა, დილას იმედზე მამუკა, შუა დღეზე მამუკა, ღამე მამუკა, დილას საღამო ყველგან მამუკა, ყველგან. 10 დღეა თითქმის კაცი არ გამოჩნდა. სამადმყოფოში საკუთარ მეგობარს ძმაკაც ვერ მიაკითხა. იმიტომ რომ ნუ სად იყო ეს კაცი? ანუ დღეს თავარ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ორი კითხვა მქონდა, ხო? პირველი, იყო თუ არა ამ რაზბურკის დროს იქ, ანუ რიჟვაძის რაზბურკაზე იყო თუ არა იმაში, რა ქვია, საგარეჯოში? ამაზე არ უპასუხია, რომ ან კი ან არა, რაღაცა ეს ბოდიალებს, მე არსად არ დამალულ ვარ. და მეორე, ბიჭო, სად იყავი ერთი კვირა? კაი, იქ მაგალითად გავყვედო, არა, მამუკა დინარაძეს იქ რა უნდა და როგორ არა, მაგასაც და არის ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიძლება იქ იყო, რაღაცა იმ რაზბურკაზე.
არავის არ უარყვია პროკურატურა არ ამბობს მაგალითად რომ ეს იყო ეს არ იყო ჩანაწერს არასაჯაროებს ამდენიმე ავტომობილი იყო ვინ იყო მძღოლი ესწრებოდა მძღოლის ბიძაშვილი რა ვიცი რა უნდა რომ დაჭირდათ ლექსო ლაშქარავას გასაშავებლად ამოიღეს რამის 40-50 კილომეტრიანი მარშრუტი სად გადაადგილდებოდა ხო საბაჯიქია საერთოდ დანა არ ქონია დაამონტაჟეს ისა რა უნდა და ეხა იქ მილიონი კამერა ამიტომ დღეს თავარ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი მდინარაძემ სად იყო ერთი კვირის განმავლობაში და რატო არიღებდა ხმას და მე ვიცი მე მაქვს ინფორმაცია სად იყო ჯერ ერთი რომ ამ გარჩევების თავი და თავი არის მამუკა მდინარაძეს ჩაბარდა ბიძინა ივანიშვილის ანუ ბიძინა ივანიშვილის ერთგულების დასამტკიცებლად ის და კობახიძე დადიოდნენ იმასთან რა ქვია ბიძინას და უთხრეს ეს ხალხი ყველა ცუდია ყველა კორუმპირებული და ყველა მოკპარა შენ ანუ კორუმპირებულია იმას კი არ ეუბნებოდი რომ სახელმწიფოებრივად არა ბატონო ბიძინა თქვენს ჩუმად იპარავდნენ ფულს თქვენს უკან მიქონდათ ფული მაგალითად ვინ მაგალითად ხო რიჟვაძეზე მაგალითად იყო ეს რა ქვია რომ აკაჩავებდნენ რომ ფული მოიტანა და გზა ეს თანხა იზრდებოდა რო გესმოდეთ აი რა ჯერ უთხრეს მაგალითად სამშენებლო ბიზნესთან კოეფიციენტებიდან იმიდან წაღებული მე აღმოაჩინეს რომ ზარალას ბიზნესშიც აი ზარალა და არ გეგონოთ რომ შემთხვევითია ზარალას დაკავება აეროპორტში და აქ რიჟვაძესთან განვითარებული მოვლენები ანუ რიჟვაძემ სამშენებლო ნებართვები მიცა ბათუმში ზარალას და ნომინალური ტიპი ჩაუსვა რა ყველა მიცის ბათუმში რომ ყველა მშენებლობაში ნომინალური ტიპები ყავს ჩასმული რიჟვაძე და წილებია გარდა იმისა რომ აიღო რაღაცა კოეფიციენტი მშენებლობის ნებართვა ნომინალურ ტიპებს უსვამს. ზარალასთან როცა მივიდნენ ამაზე უთხრეს რომ რიჟვაძის წილი არის ჩვენი ძმაო ბიძინასთან უნდა მოვიდეს ეგ ფული და რაღაცა მაგარჩევებში იყო და ზარალა არ იწერდა ამ ფულს რა. და სავარაუდოდ შეიძლება ქვეყანა გაქცევაც უნდა დამკაც რა ვიცი და მე გააჩერეს თქვენს რომ იარაღი რაღაცა ციხე გაატარებინეს ციხეში რამდენიმე 2 დღე თუ რაღაც მე უთხრეს ხა 70 გადაიხადე და დაგუნებდი მოკლედ რა და ამ შეეხა არ ვიცი ზარალა წავიდა იმ საფრანგეთში რომ მიდიოდა აღარ მიდის ქვეყნიდან უშვებენ არ ვიცი ხო და ნახე მე გზადაგზა იზრდებოდა ეს ფული მე აღმოჩნდა რომ მაგალითად ბათუმში იყო 20-მდე ანუ 10-ობით არალეგალური სათამაშო ბიზნესი იატაკ-ფეშეთი სადაც კრიშავდა ესე ვთქვათ რიჟვაძე გადასახადები ანუ არალეგალური იყო და კონკრეტული თანხები მიდიოდა მასთან რო იკითხეს რომ ეს თანხები მე რიჟვაძემ მოიტანა ცენტრალურად ბიძინას და შავ სალაროში მოიტანა რამე იქ აღმოჩნდა რავი არავის აფერი არ მოუტანია ამიტომ რიჟვაძეს განა მარტო ბიძინასთან შეექმნა პრობლემა იქიდან შემოუთვალეს კრიმინალებმა რომ შენ ძმაო ჩვენ არიფები ხო არ გონივართ შენთვის კი არ მოქონდა ეგ ფული შენთვის მოქონდა რომ შენ დაგელაგებინა თემა ხო იქიდან უწვია რომ მე რა არიფი ვარ ძმაო შენ რომ წეწავდი მაგის დედავატრა ვისი ინტერესებია ბათუმში და საარჩევნოდ ლავასოღლი და მისი კამანდა ბჭყალებში გორერევა ესეც აი აჭარი ბავშვი რო გაჩვენო გეტყვით რომ არჩევნებში ისე იმის ბიზნესი განაწილებული აქვს ბათუმი რომ დაუსტოთ რა აქ საუბარია ფულის საერთოდ არ მიტანოს რომ დაუშვათ ადამიანი შეუძლობდა 100 მილიონს და აქედან 100,000 მიქონდათ რომ და რა მასშტაბის თანხებზეა საუბარი იმიტომ რომ შენასაც საუბრობ რეალურად დადგა საფრთხე ბჭყალებში იმისა რომ ერთის გარდა კიდე რამდენიმე მილიარდერი ყოფილიყო და ბუნებრივია ეხა უკვე კონკურენციაა ხო ეხა ვის რად უნდა კონკურენტის გამოზარდა და თან მეც მართლა პირადად სულ ვიძახი რომ ჩვენი აღზევებული ბოგანოები ღალატობდნენ ბაგრატიონებს. ანუ ბიბლიურ მეფე დავითიდან მოდის წარმოიდგინე გენეალოგია, რაღაც შენი მეფია და უფალი და ასე შემდეგ და იმათ ღალატობდნენ თავიანთ მიერ აღზევებული მხარგრძელები თუ სხვადასხვა ადამიანები რა და ეხა ბიძინას რატომ უნდა ქონდეს მოუდინი რომ მithumes ეს მასა მას ბოლომდე გვერდში დაუდგება. ანუ ეს საფრთხეს დაუდგა რომ ანუ ტიპება მილიარდები შოვა. მაგრამ რაღაცას გეტყვი. რა მასშტაბზე საუბრობ? აიღე ხა ტელეფონი და დათვალე მარტივი რამე კალკულატორით რა. თვითონ მაგალითად შენებლობიდან და ბათუმში რო გაიხედავთ არის სათაბჯენები ხო რა ვიცი 20-30 სართულიანი. მე მან 7 წელი არ ვიყავი ნამყოფი. წინა აი ხა 2 თვის წინ ჩავედი. ეგეთი ცვლილება ქალაქის მე არ მინახავს უამრავი რამე აშენებული. მარტივ რაღაცას გეტყვი კიდე გეუბნები რა. აი საბაზრო ღირებულება ეხლა მშენებლები დამეთანხმებია ჯერა ხარისხით აშენებენ. რაღაცა $300 დაგიждდეს, მით უმეტეს რაც უფრო დიდ საშენებ და მაღალ საშენებ, უფრო ხო იაფია რა კვადრატულობა საცხოვრებელი, ფართი დაგიждდეს დაახლოებით $300. ეს ხალხი $100-1500 ყიდიან, $2000-დანაც გააჩნია ადგილს კვადრატულს რა. იქიდან ეხლა წარმოიდგინეთ პირობითად რომ რაღაცა წილში გარკვეულ წილში არის რიჟვაძე ყველა მშენებლობა და არსებობს ნებართვა რომ ის რა ქვია წილი არ გაატანოს და მაგალითად თუ $300 დაждდა $1500 $1200 უნდა დარჩეს და მაგალითად ნახევარში ზის არ არის ნახევარი იმის 40%-ში
$500 გაამრავლეთ მაგაზე 10000 კვადრატულზე რა, საცხოვრებელ ფარგლზე. აი მაგალითად ერთ კორპუსზე ვიძახი მარტო. რაღაცა პატარა კორპუსი არ არის მასავალდებულო 30 სართულიანი. გაამრავლე რამდენი იქნება ეს თანხა? მიხვდე, აი ნახე, აი რა ვიცი, $500 გაამრავლეთ 10000-ზე რა. თან მარტო იმაზეც არა. მარტო მშენებლობას ვიძახი. მარტო მშენებლობაზეც არა. ეხა მეორე, გავიდეთ. არა, მაგას გავყვეთ, კაცო, ერთი მშენებლობა, მეორე სათამაშო ბიზნესი, მესამე ნარკოტიკები და რომელიც ჟურნალისტი რო ელისო კილაძეს ბევრ საუბრობს. კი, გავყვეთ, კაცო, ეს იცის ყველამ, კაცო, ეხა მოგონილი რამე კი არ არის, იქ ცხოვრობს აჭარაში ხალხი, ბათუმში და ყველამ იცის, ვინ რაში აკეთებს იქ ფულს, კაცო. ეგ სხვა შორის, ეგა ერთი შეცდომა, რასაც ძალიან ბევრი უშვებს და მგონი ამ მომენტში შენ ვშვებ. ყველამ იცის არაფერს არ ნიშნავს. მე არაფერი არ ვიცოდი. აი, პირობითი 7 წელია ნამყოფი თუ არა ხარ ბათუმში, საიდან, ანუ, ამიტომაა საჭირო რომ ბევრ მოელაპარაკოს. უთხრათ, ხალხს უნდა უთხრათ. კი, აი აგერ სამშენებლო ბიზნესი. იმიტომ რომ რაღაც საეჭვოდ უეცრად, ხო, წინა კვირას იყო. იმ ხელა რაოდენობის ჰეროინი არის ამოღებული და ამფეტამინები თუ არ ვწდები რომ აი ეგ მაგაზე რამდენი ხანია ვლაპარაკობ ეთერებში, ნარკოტრაფიკიორები აქ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოში ნარკო ისა რა ქვია ტრაფიკი რა და მეტიც იმაში იყო რა ქვია ბულგარეთში იყო სადაც ამოიღეს საქართველოსთან შესული ნარკოტიკები და იქ რაღაცა ბრიფინგები ჩატარდა რომ საქართველოსთან შემოვიდა ეს უკავშირდება ბათუმის და ფოთის სპორტს და ცხადია ბათუმის სპორტთან დაკავშირებით რიჟვაძეს და მის მამას ძალიან სერიოზული ხელი მიუწვდებოდა ამ ტრაფიკებში გატარება არ გატარებაში თვალის დახუჭვაში და ამ შემდეგ ერთ წამი შეგაწყვეტნა უბრალოდ დავაზუსტო მსმენელის მაყურებლისთვის რომ ძირითადად საუბარი არის საქართველოს არის აი Google-შიც რომ ნახოთ და ან ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხოთ ChatGPT-ს ან Gemini-ს დაგილაგეთ მე საქართველოს არის ერთ-ერთი მარშრუტის ნაწილი საიდანაც მოდის ოპიატები ავღანეთიდან და ირანიდან რა ამას დავაზუსტებ უბრალოდ რა კი არა ხო ჰეროინ და ოპიატებზეა საუბარი კი ბატონო რომელიც მე ხდება ევროპაში კი ბატონო ევროპაში ხდება დიდი მილიონობით მილიარდობით დოლარზე ლაპარაკობ და როცა რაღაცა სატელევიზიო ეს თემა აიწევა ხოლმე მე გამოვარდები დავაკავეთ ეს დავაკავეთ ამდენი კონტროლირება და დაკავებები ქვია მაგას ცხადია და ვითომ ხალხს ეუბნები რომ ჩვენ ახლა ვებრძვით ამას გარდა კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით როგორც დედაქალაქში ბათუმი იყო სავსე მექა იყო კოლ-ცენტრების ბათუმის საიდანაც აბსოლუტურად უკონტროლოდ ხდებოდა ადამიანების სხვადასხვა ქვეყანაში პენსიონერი და არა მარტო პენსიონერი წარგვეგონოს რომ იქ მარტო პენსიონერებს წეწავენ არა ჩაოლებრივ რიგით მოქალაქეებს საიდანაც ესეც დაკავშირებული ასეულობით მილიონ დოლართან სამშენებლო ბიზნესი კოლ-ცენტრები ნარკოტრაფიკები, უკანონო მიწისქვეშა იატაკქვეშეთი სათამაშო ბიზნესთან ყველაზე დიდი ფული სადაც რეალებდა. შავი ფული. შავ ფულზე, კი და ბიზნესი შერასაც ამ მშენებლობაზე კიდე იმდენი ქეში შეიძლება არ ტრიალდეს. იატაკქვეშას და ნარკოტიკები ეგ ძალიან ანუ ან ქეშია ან კრიპტოა. ხო? კი და ნახე აი სამშენებლო ბიზნესთან მაგალითად რაღაცა თანხი აი ბიზნესა რატომ მიაწვა და ეხა რატომ ამ უფრო ქეში ამას ქეში უნდა ბიზნეს კი არ უნდა რომ მე რაღაცა წილი რო აქ რიჟვაძეს იმ ბიზნესში შემიშვი ძმაო არა ბიზნეს უნდა ქეში ქეშის პრობლემა რატო უნდა ქეში? ანუ შენ ხამო რომ ბიზნეს ქეშის პრობლემა დაუდგა? ქეში უნდა, კი, 4 მილიარდამდე მისი სხვადასხვა აქტივები არის გაყინული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების შემდეგ. პრობლემა აქვს ამ კაც ტრანზაქციების, გადარიცხვების, გადმორიცხვების, მეტიც მისი ბიზნეს პარტნიორები ვინც იყვნენ და ქაღალდზე ეწერა რომ მასთან ერთად რამე საქმეში იყვნენ, ის ხალხი გაურბის, არავის არ უნდა, რომ ბიზნესა ივანიშვილის გვერდით ეწეროს მისი გვარი, არც ერთ ბიზნესმენს, აი დაბალი დონის ბიზნესმენსაც, აი იურისტსაც არ უნდა, რომ ემსახურებოდეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზინის მიერ დასანქცირებულ ტიპს ბიზნესს გაუჩნდა ქეშის პრობლემა. ამიტომ ეს კი არ ამბობს ახლა ბიზნესი მომეცი მე წილი გადავიფორმო. იცის რომ კეთროვანია აბსოლუტური. კეთროვანია ევროპაში დასავლეთ კეთროვანია. ამიტომ უნდა ქეში. რატო უნდა ქეში რომ ეს გადაახურდაოს კრიპტოვალუტაში და მაქსიმალურად ესე იგი უსაფრთხოდ კონდეს ეს თანხა. კრიპტოვალუტაში ის ფიქრობს რომ უსაფრთხოა ის თუ კრიპტოში ექნება მაგალითად მომიტანე ხო რაღაცა $500 მილიონ მაქვს. აბას გადაახურდაებს კრიპტოში და ფიქრობს რომ ეხა ეს ისეთი ფულია რომ დასავლეთი იქნება თუ ამერიკა იქნება სადაც იქნება მე ამ პულს გამოვაძრობ როცა დამჭირდება ამიტომა ბიზნესა ქეშზე დახარბებული და ისე ყველაზე მარტივი რამე რაც ახლა დინარაძენა საიდა გადაუხვიეთ ხო დინარაძისა რა კლასიკა რა აჩვენა მაფიის კლასიკამ ხო ესე იგი ადამიანი ხო მე სულ ამას ვაკვირდები ყველაზე მეტად ესე იგი ადამიანი მოკლეს ნუ ჩემი აზრით გონია რომ ესროლეს ამ კაცს მაგრამ გავყვეთ მაგათ ვერსიას კაცი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ბიჭო, კაცი არ აღმოჩნდა დღეს ხელისუფლებაში მყოფი პარლამენტარი ან ვინმე, რომელიც გამოვიდოდა და ერთ რამეს იტყოდა რა, ნახე, ერთი გულწრფელად ეძმაკაი, ძმაკაცობა, ვისაც გააჩნდა რიჟვაძეს და ეთქვა.
ბიჭო, რატო იკლავდა თავს კითხვა მაქვს რა და იქნებ გამოძიებამ დაადგინოს. ამ ვერ გაბედა ვერავინ. ბიჭო, თანაგუნდელები ერთ ბავშვების მოანათლინეს ერთმანეთს, ქორწილში ერთად, რაღაცა ხინში ერთად, სუფრაზე ერთად, ცოლები ერთად. მაგათ ბავშვი არ უნდა მოანათლინოს. ბიჭო, მას წარმოუდგენელი რამეა. ერთი აი როგორ შეიძლება რომ ქოცმა ერთი წამით არ დაფიქდეს, რიჟვაძე რამხელა თანამდებობაზე იყო და რამდენი 1000 ადამიანისთვის ექნება, აი ცალ-ცალი ბოტებით რომ მოვიდნენ იქ და თავისი 1000-ავე ახლობენ და დააწინაურა ეს ხალხი ვიღაცას ტენდერი მისცა მილიონები. ერთი კაცი არ გამოდგა. კაი ტელევიზიასთან არა, ერთი ვიდეო ჩაეწერა სოციალურ ქსელში და ეთქვა რომ ჩემმა ძმაკაცმა, კაი მისთვის ხო კაცო, მე კითხვა მაქვს რიჟვაძესთან, ჩემ თვალში რიჟვაძები არიან მკვლელები, ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს, მოგვიკლეს ჩემი თანამებრძოლი, თანაგუნდელი კაცი ჩანაწერებია, კაცს ვაკაჩავებდნენ, იმაზე რა ქვია, საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე მოგვიკლეს. თუ შეიძლება რომ მოკლედ თქვა მოკლე ისტორიას გეტყვი 2021 წელს გავახსენოთ ისევ და ისევ 2021 წელს საკრებულოს არჩევნები თვითმმართველობის არჩევნები ხმა იყო ნუგზარის უმრავლესობა იყო ჩვენი ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში ჩავიდა ირაკლი კობახიძე უკვე წაგებულ არჩევნებზე და თქვა უკვე წაგებულია დათვლილია ბათუმში ქართულ ოცნებას ექნება უმრავლესობა წაგებულ არჩევნებში როგორ ექნება უმრავლესობა გავიდა 3-4 დღე და ნუგზარ ფუტკარაძე კვდება. და კვდება იმ ფონზე, როცა ჩანაწერები დატოვა ამ კაცმა, რომ აკაჩავებდნენ ამ ფულით, ან ოჯახის წევრებით რაღაც დაკავებით, შვილით, იმით აშანტაჟებდნენ, ჯერ იყო ფულის შეთავაზება, მერე იყო მუხარა, მერე იყო შანტაჟი და მოკვდა ეს კაცი. ანუ ნახეთ საკრებულოში რომ უმრავლესობა მოეპოვებინათ, კობახიძემ რიჟვაძეების ხელით მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე. ჩემ თვალში ეს კაცი კაცო მკვლელია. პლუს ამას მისი უპასუხისმგებლობით ყველაფერს თავი დავანებოდა. აი ბოლოს რაც მოხდა 20 ეგრეთ წოდებული ოცნების კალაში თვითონ მილიარდებს ეთამაშებოდა, ხალხი საცხოვრობს. ლენტი გაჭრეს, რომ ოცნები აიხა აქ всё შენებლობა დაიწყო და ორი ბავშვი დაიღუპა. აბსოლუტურად ჩემ თვალში ეს კაცი, მაგრამ ხო არიან ადამიანები, ვისაც ჯერა რომ რითორნიკე ესეთი თორნი როგორ არ აღმოჩნდა. ააშენა სიტყვაზე რა. ბიჭო, ხო, აი ერთი როგორ რა ვიცი ვიდეოს როგორ არ ჩაწერე რომ ბიჭო, ეს ჩემი ძმაკაცი რო თავს იკლავდა, რა ვიცი, აბა რატო იკლავდა თავს? ეგ კი არა, ბიჭო, თავები ამოიშალეს ყოლა სურათებიდან მაგასთან ერთად ან აი ქოცს ეგ უბედურება დათო დაბზიანიძე მაგას Facebook-ზე ანუ და გავარდა მე ესა ყველაფერთან თავი ამოიშალეს, ვითომ არ არსებობდა. ეხლა რომ ნახო აი ტელეფონში რომ უბრალოდ ნახო კობახიძესთან ერთად სურათები ხო აქვს ხა რიჟვაძეს და ხო იყო აჭარის ლომი და არქივი და ბიჭო რა ეპითეტებით ამკობდნენ იცი აი აჭარის ლომი რა ვიცი 6 წელი იყო ხოროხის სირინოზი რავი აი ნებისმიერ მოიფიქრე ყველაფერი ჩემკულია კი და მარტო ნახე ხო და ეს ბიძინა მეგრე მოახერხა რა დასკოჩა ქოცები ყავს დასკოჩილი ხვალ ეხა მდინარაძეს რამე რო დაიმართოს კობახიძე ვერ იტირებს ხმა სანამ ნებართვას არ მიცემს ბიძინამ სანამ ნებართვა არ მიცა კობახიძეს ვერ მივიდა სამავტყოფოში. სამავტყოფოში როდის მივიდა ისი ბიძი ოჯახი ითხოვდა გაყვანას აქიდან. არა ორი დღე ბიძინა მაგის ნებართვას არაძლევდა მომაკვდავ კაცს. არაძლევდა მაგის ნებართვას. კობახიძე მივიდა მას შემდეგ რაც ბიძინასთან დაალაგა, რომ აი გავუშვით ახლა. გავუშვით ახლა ეგ წავიდეს თურქეთში გავუშვით. მერე მივიდა კობახიძე უთხრა ოჯახს რომ აი ნება დაგწოდ ბიძინამ რომ წახვიდე თურქეთში და 2 საათში გააფრინეს. მოიცა ვინმეს ახლა დამთხოვა გონია რომ კობახიძე მივიდა სამავტყოფოში და 2 საათში გააფრინეს. ხო ეგრე იყო არა? ხო არა ეგრე იყო მივიდა საღამოს 9 საათზე და 2 საათზე გააფრინეს კაცო ეს კაცი. იმიტომ რომ ნებართვა მიიტანა. მიხვდით რას ვამბობ? იქ მარტო ყოფილი ჩინოვნიკები რატომ მივიდა ღარიბაშვილი და ლილუაშვილი მარტო? ნუ ერთი იყო მინისტრის სარჯელი ეკუთვნოდა სამსახურეობრივად. დანარჩენი როგორ ერთი ეკუთვნოდა ხო და როგორ ერთი არ მივიდა ბიჭო ძმა ეხა დღეს რო გამოდგა დინარაძე და რო ბუტპუტებს აი ეს მაბრალებთ და თან ამბობს ჩემი ძმაკაცი იყო ბიჭო შენი ძმაკაცი თუ იყო ერთი პოსტი როგორ არის კალაძე რატო იყო დადუმებული კალაძეს ამე რო დაემართოს ვერავინ ხმას ვერ ამოიღებს მის ხმალაძე ვერ დაწეს პოსტს იმიტომ რომ იმდენი აქვს მოსრული მეორე დღეს მაგას დაიჭერენ ან იგივეს გაუკეთებენ იგივე ხა ბაჩიაშვილი ხა ჩვენი საუბრის პარალელურად რა ხდება ხო კი ბატონო რა ხდება რომ ბიძინა ივანიშვილის საკანში იყო კაცი და სიკვდილამდე წემეს ბიძინა ივანიშვილის ბუღალტერი კაცო მან დაგვინი ამ კაცზე გვეუბნებოდა რომ ეს არის ახალგაზრდა ნიჭიერი განათლებული სოფლიოში საუკეთესო რაღაცა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გენიალური ახალგაზრდა რას უშვება ბიჭო ციხეში კლავს წამებით კლავს ციხეში წამებით სამარტო საკანში შეუგზავნა ტიპი და ბოთლი თავში გადაჭიქაო გადამარტყა თავში რასაც ყვება რა კვლელი შეუგზავნა სამარტო საკანში და კლავდა კაცო აწამა კაცი პირდაპირ მე მეტი რაღა არის ეხლა წარმოგიდა აქეთ რიჟვაძეს კლავდა
მის თანაგუნდეს რომ აღზევებულს და რაღაცას აქით ბაჩიაშვილის კაი ეხა თქვა მდინარაძე რომ ეგო ხაბეიშვილმა მოიგონა მოიცა ბაჩიაშვილი მეუცე მე ციხეში ბიჭო თქვენ მართლა გიჟები ხო არა ხართ შენ მდინარეს წელიდან ერთი რაღაც გამოგრჩა და ამათი დიდი შეცდომა რაც არის ანუ ის წერილი რა თვითონ თვითკოლობის წერილი ეხა თავ მდინარაძევე აი იმ წერილში თუმ შენ რო პასუხობს წერს არავინ არ აბრალებდაო არც კორუფციასო არც ნარკოტიკებსო და აბა იმ წერილში ეგრეთ წოდებულ წერილში რატო წერია ეს რა კიდე თან ის რასი ხო დაიჭირე შენ რომ ის წერია რომ არა უკაცო რა ნარკოტიკმასო არავინ არაფერს არ აბრალებდაო აბა ეს რატო იკავდა თავს მაშინ დავუშვათ მივყვებით ოფიციალურ ვერსიას გავყვებით ანუ დავუშვათ დავიჯერეთ რომ ეს თავს იკლავდა კი ბატონო ეს წერილიც დაწერა 8 ჯერ გადასწორებული იქ რაღაცა ჯერ ცოლი აკავდა მე რაღაცა ყველაფერი დავიჯერეთ აი მოყვებით მაგრამ მაიცა კაცო არც კორუფციას არ აბრალებდით არც ნარკოტიკებს არ აბრალებდით და მაშინ რაღაც იკლავდა თავს რავი რამე რა იყო ამ ყველაფერს კი და თან კიდე რას წერს იქ ნახე მთავარი ამბავი რა არის აი მედიამო აბრალებდა იქ წერს ეგეთ რამეს რომ ჩემ თანამშრომლებსო შეეშვითო ყველაფერს მევალებდით ხა იმას რა ქვია ნენეს თხოვდა რომ პოსტი არ დაწერო ჩემ თანამშრომლებზე ხო მედია თვითონეხია შენ ერთი 20 ჯერ გიქნება თავი მოკლული აქ ხო არა პოსტივი და ხო მართალი ხარ პოსტივი და იმედი რასაც მე ვიკეთებს კბილი ჩავისვი და იმას რა ქვია კბილი ჩაისო არ დამალებს ერთ-ერთ შენ ხარ ნაცემი რავი ანუ აი ხო რა დაგაკლეს არაფერი არ დამაკლეს მაგათ ხელი და ქოცების ხელი და მკვდარი ვარ კაცო და ერთი არ ულაპარაკია სამთავრობო მედიას ქოცების ხელიდან ვარ მიცვალებული 27 წუთის განმავლობაში აბსოლუტური წამების ხერფლე ვიყავ იმ პერიოდში ხმა რა მოუღიათ ერთი არ უთქვიათ რომ ან ცემეს ან კლაუდენ ან სუტიპე ეგე დროს სხვათა შორის ხო რო არ იყოს ეხა ადამიანი მყარი ფსიქიკის გაგიჟდება უბრალოდ სულ რო გადარჩა ჯანმრთელობით ხო უბრალოდ შეიძლება ცხოვრებაში ან დეპრესიიდან ვერ გამოხვი და ნერვულობას გადაყვე რა ხო ნუ ეგ ეხა ცალკე ამბავი მე მინდა რომ ქოც რა დავანახო იცი რომ აგერ ნახე რა უქნეს მაგრამ მის ბუღალტერს მის ოჯახში მიღებულ კაცს ციხეში ფულის გამო ციხეში კლავდა ბიჭო იგივე რიჟვაძეს მის იმას რა ქვია დანიშნულს და აღზევებულს კლავდა აგერ ღარიბაშვილს ხო მე სხვათა შორის ეხლა ვლაპარაკოთ რა მე თავიდან რითი ვთქვი დავიწყე რიჟვაძეთი და აგერ დადასტურდა რა ამბავიც არის და ცხადია რეალობა დავიწყე რომ ღარიბაშვილს კაცო ედავება რაღაცას და გავიდა რამდენიმე კვირა და დაიჭირეს მიქაუტაძე ღარიბაშვილის ერთი ჯიბე შავი სალარო რომელიც ღარიბაშვილის პირობებში აღზევდა ღარიბაშვილის პირობებში დაინიშნა ღარიბაშვილის პირობებში იყო ჰესებში ღარიბაშვილის თავრობა რომ მოდიოდა ხოლმე საპარლამენტში მოყავდა ეს კაცი სულ იქიში და ვერ ამ კაცს ოდავინახავდი ვეუბნებოდი ეს კაცო ეს არის კორუმპირებული დოკუმენტებზე დაწერილი კორუმპირებული ნუ მოყავთ თქო ეთერში ოღონდ აი მიქაუტაძის კორუფცია იყო კორუფცია რომელიც აი სახეში გაზელდნენ პირდაპირ რა მისი ცოლის ცნობილი ინტერვიუ მეც ქონდა გაზიარებული რომ რაღაცა კარტიერა არის ყველა მეორეს კარტია და როლექსი აქვს და ტორჩი გადახდინე 10000 ევრო და დაბადების დღე 100000 ევრო თუ არა არ ვიცი ანუ ეს ყველაფერი წლებია იბეჭდება, იწერება, ვიდეოები დევს, მაგრამ რატოღაც ეხლა გაახსენდათ რა. ხო, და ეხლა დაიჭირეს კაცო, ხო? ანუ ღარიბაშვილზე თქვი დაიჭირეს, რიჟვაძეზე თქვი აგერ თავსი კლავდა კაცი, ლილუაშვილზე თქვი და გამოვიდა ოხანაშვილი და მეორე დღეს თქვა რომ კიო, კითხვები არისო. აბაო მიქაუტაძემ რომ ფული იშოვაო, ძმაო, სუსის ადიყო მაშინო. ხო, ანუ რატო არ ექცეოდა ამ ყურადღებაა. კი. ამიტომ ეხლა რასაც თქვი იგივე მდინარაძესთან დაკავშირებით კითხვები რო არსებობს, იქ იყო თუ არ იყო, გეკა თუ რა ქვია გეკა ხო არ ვიცი რა ვინც არის შინაგან საქმეთა მინისტრი უსახელო უგვარო ხალხია სხვათა შორის უნდა იცოდეთ რომ დინარაძემ დანიშნა პროკურორიც და პროკურორის პირველი მოადგილე გვარდამაუს და იმ კაცის მაგრამ შემიძლია რომ რაღაც დროს თუ დაინტერესდებით გითხრათ პირველი მოადგილეა პროკურორის ოხანაშვილი დეიდაშვილი ხო არავინ არა ნათეს საძმა კაცოა რა გეუნე მაყარში რო გაყვნენ მამუკამ დინარაძეს არ ვაჭარბებ და არც უტრირებ მაყარში რო გაყვნენ მამუკამ დინარაძეს ის ხალხია დღეს პროკურატურის თავარი პროკურორის მოადგილების და ასე შემდეგ ეს ხალხი აბსოლუტურად ყველა მერქიფე სადმე არის არ პროკურატურაში იქნება ოხანაშვილის დეიდაშვილი არის პირველი ისა რა ქვია პროკურორის მოადგილე ეს გეკა ეს რაღაც ერთ საძმაკაცოა ერთი კლანია და მამუკამ დინარაძეს ჩაბარდა რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაიხმაროს ამ ფულის ამოღებაში ჩინოვნიკებისგან იქო შექმნა ბიძინა ივანიშვილმა არაფორმალური ბანდფორმირება ეგრეთ წოდებული მოკრიმინალო ხალხი ამათ მოკრიმინალოს ვერ ვეძახი რა ბოდიში პოდკასტური მასში ალბათ რავი ტუს დაადებთ ბოზები ქვია რა მაგათ რა უყურე კრიმინალიც რო არის სუსტანაც რო არის პროკურატურაც და შესუსტან ანუ მობოზო ხალხი მოკრიმინალო მოკურდო მობოზო ხალხი რა რომელიც ეს
მამუკა მდინარაძის ხაზით, როცა დაჭირდებათ პროკურატურითაც ემუქრებიან შესაძლოა და თუ არა და იარაღით ემუქრებიან. ანუ ეგეთი ბანდფორმირება შექმნა, რომელსაც ახლა დაძდევენია ვინ შეუშვა ბაჩიაშვილთან. ახლა ბაჩიაშვილთან მინისტრი ხوار შევიდოდა რა და ის ხوار შევიდოდა პარლამენტარი. ეგეთი მოკრიმინალო, მობოზო, მოკოცო კაცი შეუშვას, რომელსაც აწამა ეს კაცი, ხო? აგერ რიჟვაძესთან მაგ ხალხს დაატარებდნენ იარაღით, ყველა არის ეგეთი ამბავი შენიშვნა გავითვალისწინე, ყველა მიცის, აგერ გავაგებინოთ ვინც არის იცის, მთელი ბათუმი საუბრობს იმაზე, რომ რიჟვაძეს სანამ ეს ამბავი დაემართებოდა ერთი კვირით ადრე დაადგნენ მაჯისაათი მოხსნეს საფულე რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენეს და ბიჭო ფული მოიტანე მალე. ისი აგიხდა ყველაფერი ერთ კვირაში აფგასმა ან თავი მოიკლა ან ესროლეს, ხო? რავი თუ სიმართლე არ არის, მაშინ მოყნენ. ახლა რომელიღაცა უნდა იყოს, ეგ 10 დღე გავიდა, არაფერი არ ვიცით, ერთი ვიდეო არ გვინახავს. ეგენი შენ ეჭვი გეპარება, რომ არც გეცოდინება, იქ რა ისა საბოლოოდ გაბაზრდება, როგორც ბაზრდება ხოლმე, ანუ რეალურად ჭორის დონეზე გვეცოდინება, ოღონდ ეს ჭორი იქნება უეჭველი სიმართლე. კი, აბა პროკურორი არ გვეუბნება, ამ დრომდე არ იძახიან ვინ იყო იქ ოჯახში, ბიჭო, აი იმ დღის განმავლობაში ვინ იყო იქ არავინ არ იძახის. ამბობენ მაგალითად რომ შალვა ბედოიძეც იყო იქ სარტიჭა რაღაცა ყოფილი შინაგაზრდობა მის მოდი. აი ვიცი, იყო. ბიჭო, თუ სანამ არ იტყვით კაცო, ყველა ჭორს ექნება არსებობის უფლება, ხო? აი, ეხლა დავდადეთ მოკლედ აი ფულების ამოღების აი კამანდების თემას რა რო გააგზავნო რა. ხო, და ეხლა ეს ერთი რომ მამუკა მდინარაძე არის ესე ვთქვათ, პროკურორი ყავს, შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს, ეს ბანდფორმირება მოკრიმინალო ხალხი ყავს, მიუგსია ამასთან დააკაჩავა, პროკურატურით შეუთვალა, შეუთვალა რომ ეხლა ან დაგიჭერ, ან გცემ, ან გესწრი ან რაღაცა. მეორე არის აქეთ ბიზნესმენები. ბიზნესმენები და ჩხაიძე ბიჭო არის მაგათი ბიზნესმენი კაცია, მაგათ აი რა ვიცი, მაგათ ფეხქვეშ გაგორებული. კაც შვილი დაუჭირეს. იმისთვის რომ მაინც იმაში ყავდეთ რომ ემანდ სადამე რამეში არ გაგვიძროს ეს შვილი დაუჭირეს. ზურა ჩხაიძე კატევე კახეთის მეღვინეობა მეღვინეობის ისა კი? შვილი დაუჭირეს და აი ჯერ იმ კაცის ბიჭო როგორ ჯერ იმ კაცს რა უთხარი? შარვალი რო გაცვია, კაცი რო ქვია? შვილსო დაგიჭერენ და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე რო ხარ, საპოზიოროდ ფოტოებს რო იღებდო? ბიჭო, რა, ესენი ხო ქართველობაზე ლაპარაკობენ და რაღაცა და ჩვენ ესეთები. რა, სად წერია? შენი შვილი ციხეშია და შენ მიდიხარ, ვინც დაიჭირა იმ ხალხთან საპოზიორო და რატო და რეალობაში ეს საწყალი გაუბედურებული კაცი რატო დადეს იქ? რომ თავის შვილის თავისუფლება იყიდოს, იქნება, გამოისყიდოს იმ ფოტოთი და დაუვიჯდა პრემიერზე ტაშს უკრავს. გამოვიდა ყველაფერი კარგად არის და შვილი ციხეში ყავს, ბიჭო. შვილი ციხეში ყავს. ეგეთ კაცს რა უთხარი? მე მართლა არ მესმის. მეორე, ზარალა არ მივიდა ამ შეხვედრებზე, იმიტომ არ მივიდა რომ კობახიძე რაღაცა ლიჩნი აქვს, რაღაცა პირადი აქვს, იქ რაღაცა წილები რომ მოთხოვეს ეს რიჟვაძის თემით რომ მიადგნენ, უთხრეს ეხა ძმაო მე თქვენ თავს არ დაგაკაჩავებინებთ, ადგა მოხევას აპირებ და ჩაუდეს აგერ თუ რა ვიცი თვითონ კი ამბობს რომ მე მქონდა ეს იარაღი, მაგრამ ადრე მუხა რო გადაეტანა, რო გესმოდეს ეხა ზარალას მუხა რო შეეტანა იმაში რა ქვია აეროპორტში კაცშვილი ხმას არ გაცემდა, იმიტომ რომ მაგათი რა ვიცი კარის ბიზნესმენი, მაგრამ ეხა როგორც კი პრობლემა შეექმნათ, ადგნენ ამ ყველაფერი როგორ შეიძლება დაემთხეს რიჟვაძის ამბავი, ბაჩიაშვილის ცემა, მიქაუტაძის დაჭერა, ზარალას დაჭერა, როგორ შეიძლება კაცო ყველაფერი დამთხოვა? ინგლისური გამოთქმა არის, რომ if it walks like a duck, if it quacks like a duck, ანუ თუ რაღაცა სიტყვაზე იხვივით დაბაჯუნობს და იხვივით ხმებს გამოსცემს, მაშინ სავარაუდოდ იხვია რა, აღარ უნდა ამდენ მარჩევან. როდესაც მოკლე დროის მონაკვეთში ამდენი დამხევა ხდება და როდესაც შენ აღარაფერი, ანუ არსებობს ამი არგუმენტი, რომ შენ ამათ ენდო სიტყვაზე რა, და ყველაფერში მოგატყუეს გადაგეც. ანუ სანდობა არა აქვს რა, ისა ამათი პრობლემა ეხა, რომ რაც არ უნდა გითხრან რა, რო გითხრან რაღაც, ავი იწვის პაპანაკება, მაგრამ ამათ რო გითხრან, რომ გარეთ ზიანი ამინდია, მაინც გაიხედა რა. ეჭვის თვალით უყურებ. ეჭვის თვალით შეხედავ რა, ეგ ვარიანტია ეხა. ხო, ეხა ნახე, ამას გარდა ეს გოჩა ენუქიძე ყავს ჩართული, ეგ არის წინა ხელისუფლების. ხო, ეგ საინტერესო რაღაცა თქვი, ხო შენ. ეს რაჭის მინიგარქია ეს კაცი რა და აი ეს კაცი რა ის არის, იცი, რომ ანუ ნაციონალური მოძრაობის დროს ხო იყო იქ, მე რა მიკვირს ახლა იცი, ეგ კი არ ვადარებ ხოლმე ნა პროევროპული პროდასავლური პარტიიდან მე მოხდე პრორუსულში და აბსოლუტურად რუსულ გავლენებში და აი გაითქვიფო და მე ესე შეეძილო, მე მართლა ძალიან მიკვირს რა. ეგენი არასოდეს არ იყო არავინ პროევროპელები რა, ყოველთვის იყო ფულის მაყუთზე ორიენტირებული, კაი რა. ხო, მაყუთისტები, ოღონდ ამან დაიწყო რაღაცა ეს ხალხი არავის უნდა შეეძილა კონვერტით ფულებს აძლევდა ამ პატარა ბიჭები რო იყვნენ და ეხა მაგის პატარა ბიჭები ვისაც ფულებს ჩუქნიდა და ურიგებდა ლასში მოვიდნენ, გაუმართლა რა. ეხა იქაც რო იყვნენ, რა ქვია, ის რო ყავდა აბუდაბიში ზარქოა, ბიჭო, ზარქოა თავისი მარტო ესო ჩუსტები. ის ჩუსტები იყო მარტო თავის ნაყიდი რაღაცა.
12 ლარიანი რაღაცა ისეთი რა. აი ეგი მარტო ჩუსტები იყო თავისი, დანარჩენი იყო ძმო ენუქიძის ნაკისრი რა, მაგრამ მე ხო ნახე იქიდან დაუწყდა რომ ეს სკანდალში არ გავეხვიო, ეს სანიკიძე და ესენი შეატოვა და იქიდან დაწყდა. მაყუც მე გადავიხდი ბიჭებო, რამდენიც დაგჭირდებათო, ოღონდ შარში არ გამხვიოდო. დღეს ეხა ხო ბიზნესის წრეებში ყველა მიცის რომ ენუქიძე გახდა მთავარი ასე ვთქვათ რეკრუტირების საქმეში რომ ეს რაღაც დაავებულკონ ბიზნესმენები ვის რა ფული აქვს, სადა აქვს და ვის დაუძახონ და ესაუბრონ და რაღაცა დინარაძის პადელნიკი მაგათ ენაზე უნდა ვთქვა რა მაგათ ეგენა ესმით. დინარაძის პადელნიკი გაიჩითა გოჩა ენუქიძე, რომელიც სხვადასხვა ბიზნესებთან მიდის და აკაჩაევსა შეენეხა ძმაო ამდენს მოიტან, იმდეს მოიტან, სხვათა შორის ერთი ინფორმაცია დღეს რომან გოცირიძეს ჰქონდა ის და მე ვკითხულობდი ადვოკატებში და მართლა ხალხი შებულებიდან გამოიყვანეს მოსამართლეები და ფინანსურ დანაშაულზე რამე დავები რაც იყო თაროზე შემოდებული, რავი ერთი კაცი ამბობს რომ მარტო 30 საქმე მე ვერ აუდივარო რამის ყველა მეორე საათში მაგ სხვადასხვა საქმეო და მოსამართლეები რომლებიც შებულებაში იყვნენ გამოიყვანეს რომ ეს ფინანსური დანაშაულზე ასე ვთქვათ რა დავებიც არის, ყველაფერი დავები გააცოცხლეს. იმიტომ რომ აი ამ იზოლაციის პარალელურად ამათ ეკონომიკური პრობლემები აქვს ქვეყანაში, ბიზნეს დედა რო უტირეს, ეხა ვიღაცა რო ნიუს ნახულობს, იქ ვიღაცა ბიზნესმენი დაიჭირეს, ეხა ჩვენთვის ზარავა არის, ვიღაცა უყურებს გარედან ბიზნესმენს რაღაცა დაიჭირეს იქ, ვიღაცა ყოფილი ისა თავს იკლავს იქ. როგორია ახლა ქვეყანაში გინდა რაღაცა ფულის ჩადება, რაღაცა ფულის ტრიალი და ერთს ჩაწერ ჯორჯიას და გიგდებს სანქშენ უბედურება იქ ვიღაცა ოლიგარქი, რუსი აქციებია, დემოკრატია, წამება. ნორმალური არავინ ჩადებს რა. ხო და ნახე პრობლემა არავინ ჩადებს ერთია და გააქვთ უკვე კაცო. აქ ერთადერთი ახლა რასაც აცოცხლი ხუნ ყველა ნორმალურს ყველა ნორმალურ და კეთილსინდისიერი ფული აქედან გადის. არ არსებობს კეთილსინდისიერი ბიზნესი არ ფიქრობდეს შვიდობიან დაბანდებას მისი ფულისას. გიჟებში ვისაც უნდა ფული და კრიმინალებში კაცო. აქ ფული არის მარტო შავი. შავი რუსული, ირანული, ჩინური შავი ფული. ერთადერთი ხა რაც ასულდგმულებს აკაურობას არის ეგ შავი ფული მხოლოდ. რომ ყველა სადღაცა სანქცირებული ფული რაღაცა მოაქრო აქ იქნება აქამდე შემოიტანოს და მე აქედან გაშალოს ეს ფული. მხოლოდ ამით არიან დაკავებულები რომ სანქცირებული შავი ფულის რაღაცა ისა რა ქვია დიდი კუნძული ნახეს სანამ ევროკავშირი ჩახსნის ამ იმას ბიზნეს გადამკიდე რაღაცა SWIFT-დან რაღაცა გვემუქრება რაღაცა პრობლემები ხო სანამ ეს მოხდება მანამდე კუნძულია თავისუფლების კუნძულია აქ ეს შავი ფული შემოდის აქედან ნაწილდება. ეს შავი ფული რო შემოდის კაცო მოსახლეობამდე კი არ დადის. უყურებ იქ რაღაცა დოლარის კურსი 2.7-ია, ვა, 3 და 2.7 ხო არაფერი ვითომ ეკონომიკური არ, მაგრამ შენ ჯიბეზე არაფერი არ გიტყობა. შენ ისევე კი მე მეტიც კიდე შედიხო, ვა, რანაირად კაცო ეს გაძვირდა კიდე შეხვედი მეორდოს კიდე გაძვირებული, ვა. ანუ ნახე ადამიანებს ეს ვითომ ეკონომიკა დგას, ვითომ რაღაცა არსებობს და ამასობაში ისევ ის კლანი ვიზეს ვლაპარაკობთ, ეგენი მდიდრდებიან, კარგად არიან და ხალხი კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში ხდება. ეს ვერ გაგრძელდება, ეს არის ინერცია, ხა ინერციით, აი ყანყალით არიან და როგორც კი კიდე უფრო გამკაცდება ევროპელების ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება, რა ძალიან ცუდია ჩვენი მოსახლეობის. ეგ უნდა გვესმოთ, ეგ არის უკიდურესად მძიმე, რაც ქართულ უბრალოდ სამწუხარო რეალობა არის, რომ სანამ ფაქტის წინაშე არ ვდგებით ხოლმე, ხო? მანამდე მაინც გონია, რომ იქნებ გადავრჩა, იქნებ იმის არ იყოს, ეხა ხოცებს შევად ფიქრობენ, რომ იქნებ ჩემამდე არ მოვიდეს ბიზნესად და მოიცა წაუყურებ ეხა, აი. კალაძე ხა, მოიცა არაფერს არ ვიტყვი ჩუმოთ. ყველასთან მივა ეს კაცი, გამორიცხული ამბავია. ეხა ისე ეგ არის ალბათ ძირითადად მიდგომა რაც არის რა, ანუ ეს ყველა დარწმუნებულად ფიქრობს, რომ მე თუ გავჩუმდები, იქნებ გამამცდეს რა. რა საჭიროა ჩემთან არაფერი არ იქნება რაღაც. არა, თან მაგალითებს ნახე როგორც აძლევს, აი მაგალითად გინდა ხმის ამოღება, აი კალა ფიქრობ რა, 800 მილიონს თხოვენ, მოდი ხმას ამოიღებ და უცებ გაიხედავ და ბაჩიაშვილი ციხეში მოკლეს ლამის. ვა, რა გინდა რო ხნა, აი ნახე, გიძინა ესე მართავს. შენ რა მასშტაბებზე საუბრობ? ან დაახლოებით აი რა მასშტაბზე საუბარი? აი რა ერთიანად დაიწყე 300 მილიონამდე მან არიცი რა პრობლემა? მან დათulis პრობლემაა სერიოზული. აი ყურე ვეცდებ მე თქვი შენ მასშტაბზე ბრო დათulis პრობლემაში ხა გეტყვი რას გულისხმობ. ძველი საბჭოთა ანეკდოტია კოლმეურნეობაში დედაღორი მოიგებს ერთ გოჭს. ნუ კოლმეურნეობის თავმჯდომარე ზევით მიწერს რომ მოიგო 3 გოჭი. იქ რაღაცა პარტკომი კიდე უფრო ზევით ვიღაც რაიკომს სიტყვაზე მიწერს რომ 6 გოჭი. მე რაღაცა ცეკას აცნობებენ რომ აი ღორმა მოიგო რეკორდული 11 გოჭი. ხო? პირობითად ნუ ისე უუბნება რომ მოდი 1 გოჭი გამოაგზავნეთ და დანარჩენი დაიტოვეთ რა. ეგ ანეკდოტს რომ მივყვეთ, ანუ პირველი რომ ვინ როგორ დაითვალა, იმიტომ რომ რასაც შენ საუბრობ აქ არალეგალურ სფეროებზეა საუბარი და არალეგალურ შემოსავლად, მაგალითად ახლა კავკასიის მარშრუტი სავარაუდოდ რა ეს გადამოწმებული მონაცემებით ინტერნეტში რაც მოიძებება $1 მილიარდზეა საუბარი ოპიატების. ეს
კოლოსალური თანხა. ოპიატებისგან მარტო აქ სხვა ნარკოტიკებზე არაა საუბარი. მეორე კაზინოში რა რჩება, ვინ როგორ მოიგო, ვინ როგორ წააგო რაღაცა. ხო, ეს რაღაც რაც ლას-ვეგასში და ბათუმში ხდება, რჩება ბათუმში და ლას-ვეგასში, ხო? ეგ მეორე, ანუ არადათვლადია. ეხლა კიდე მეორე მომენტი. რო იყიდა იმის ცოლმა მაგალითად მიქაუტადის კარტიე და როლექსი და რო ყოველ მეორეს ეს აქვს. ბიჭო, კი იყიდე, მაგრამ იმას ხო ვერ გაყიდი ეხა ეს სწრაფად რა. ანუ ერთია რო $100,000 მისცე და იყიდო, ან იმპორტს რას უზა €10,000-იანს. ანუ აქ კიდე ეს პრობლემაა რომ ეს ქეში ვინც იშოვა. აქედან შეიძლება ბევრი დახარჯა. ბევრი სადღაც ჩადო. ანუ ამის ამოღება არ გინდა. ანუ ტიპს ეხა კითხავენ შეიძლება 250 კი არა 500 მილიონი აქვს მოპარული, მაგრამ დღესდღეობით ანგარიჟარუდეს. ხო, გახარჯული აქვს. შეიძლება რაღაც ვარიანტი და ანუ რა თანხებზეა საუბარი და მე აი ეს მეც ანუ აი იმის გათვალისწინებით და როგორ აბრუნებს ამ მაგას გეტყვი კაცო. მე რომ ვამოფრო პირობითად საუბარი იყო $300 მილიონზე. ანუ რიჟვაძეს აპრობლემა შეეგნა. ეს 300 მილიონი რიჟვაძისგან მხოლოდ და ოჯახისგან, რიჟვაძის ოჯახისგან. კი. ოღონდ ნახე აქ რა პრობლემა დოლარი. $300 მილიონზე იყო საუბარი. ოღონდ აქ რა პრობლემა შეეგნა რიჟვაძეს თქო. გზა ეს თანხები იზრდებოდა. რიჟვაძეს რომ მიეტანა $300, გონია რომ გათავისუფლებოდა? ანუ როგორია ნახე მაფიის ინსტინქტები როგორია. 300 შეძელი შენ 100-ს ხო არ მოიტან? ბიჭო ბიძინა მართლა ეგრე უყურებს. ბიჭო ტიპი პასტა ფურცლით იჯდა და ფიქრობდა რომ ეს 300 მილიონი საიდან მოიტანა და ნენელა ეს სათამაშო ბიზნესი და ზარალას ამბავი წამოეწია. ეს არ იყო 300 მილიონში გათვალისწინებული. იქ უკვე სხვა რაზმორკები წავიდა რომ ძმა 300 მილიონი კი არა შენ აგერ სათამაშო ბიზნესიდან აგერ რაღაცა წილები წაგიღიარა 6 წელი რო ხვეტავდი აბა ჩამოყარე ეგ რამდენია რას ქვია და იქიდან კრიმინალები უთლიან რომ შენ ბიჭო ვის იმასქენი აქ ვის აახი ეგ ფული ჩვენ შენთვის კი არ გვინდოდა ეგა ხო ანუ ამას გზადაგზა წამოიწე ეხლა რო ამბობ რომ $100 მილიონი აქ იმას რა ქვია ლილუაშოს იმიტომ რომ ლილუაშოს ასე თუ ისე ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, უფრო დიდი წილი მიქონდა, მაინც ეგითვლებოდა შავყულაბად რა. ეხლა მდინარზე რას საკეთებს, იგივე მაშინ იყო ლილუაშვილი. ლილუაშვილს რაღაცა ამოკრეფილები რაც ქონდა, რაღაცა მიქონდა კაცო ბოსთან, მაგრამ უნახეს რომ რაღაცა დამალულიც ქონდა რა, ბოსთან ესე გადა. იმიტომ ამბობ რომ $100 მილიონი უდგას. $100 მილიონზე არ გაჩერდებიან არც ლილუაშვილთან. ლილუაშვილის ეხა იმიტომ არის ჩუმად და მდუმარებაში და ხმას არიღებს, არა და რამხელა შეურაცხყოფები მიაყენეს, ხო? 2 დღეში 2ჯერ მოხსნეს. ჯერ სუსიდან გააგდეს, მერე 3 ლიტრო შეუგდეს, ეგ და საერთოდ სხვა შორის ამ ბოლო დროს ეგენი მაგრად ეპარებათ ეგეთი თემები, რომ ან სამ გამოაცხადებ, ხო უნდა იცოდე რომ ეს თემა დაალაგებულია, ხო? ეს ამ წერილს გამოაჭენებ. დაწერე მაინც წესიერად იქ. ხაიები მოდი. აი ეს ხაია რაც ლილუაშვილთან მოვიდოდ, გამოაცხადეს რომ ამ თანამდებობას იკავებს, მერე უეცა არც ქარსელაძე დაინიშნა, არც ლილუაშვილი დაინიშნა, საერთოდ სხვა ხალხი დაინიშნა. 2 დღეში ტიპი 2ჯერ მოხსნეს, კაცო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უბრალოდ იყო, რა ვიცი, სტატუსთან კაც სახელმწიფო უსაფრთხოება ებარა და ამხელა ინფორმაციებზე ხელი მიუწვდებოდა და არ ვიცი, უკანასკნელი ქუჩის ძაღლს უარ მოექცევა, კეთილსინდისიერი ადამიანი ისე მოექცნენ. რა ვიცი, აი გააგდეს რა, გარეთ, აი გადიიხა შენ მოშორდი აქაურობას. ეს ლილუაშთან დაკავშირებით. იგივე ხა თქვენ ასეთ საუბრობდით, ხო? მარშრუტებთან დაკავშირებით. კინიგზაში იყო უდიდესი მაფია, რომელზეც ესე ვთქვა თათიედო ფარცხალაძეს უჩა მამაცაშვილს და მის დაჯგუფებას იქ იცით რომ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი მოხსნეს იქ შემოსავლებში მოხსნეს ხალხი ვინც უზრუნველყოფდა ფინანსურს დაერივნენ კიდე ხო იმიტომ რომ თავარი ხალხია რო გესმოდეთ თავარი ხალხია ვინც აი ამ გადაზიდვებში უდიდეს როლს თამაშობს მივხვდი აი ამ გადაზიდვებში საბუთების გაფორმებაში გამოფორმებაში გადაფორმებაში და ასე შემდეგ აი ის რომ მაგალითად სანქცირებული ნავთობი მოდის და შუაში წუწაობენ და ყაზახურის სერტიფიკატი ედება და მე ევროპაში გადის თითქოს ყაზახური აი მაგაში ეს ფინანსური და გადაღებვა ხდება ნავთობის ეგრეთ ყველაფერიში მონაწილეობს ეს ხალხი ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა აწყობილი ქონდა იმას რა ქვია უჩა მამაცაშვილს და აგე რამდენიმე დღის წინ ერთი კვირაზე მეტი გავიდა ვთქვი რომ უჩა ბიძინა ივანიშვილს მისი დეიდაშვილი გაიქცა ქვეყნიდან. იმიტომ რომ ფულს ხოვს იმასაც, კაცო. და მამუკა მდინარეზე ხო გამოაგორეს, აბა ერთი უჩა დაგვენახოს კიდე საქართველოში თუ მაგარი ბიჭია. ბიძინა მოღოთ ეს როგორ გავიდნენ, ხო? გომელაურთან იყო რაღაცა კიდე რაზბურგები და გომელაურმა უთხრა ხო ბატონო ბიძინა ყველაფერზე თქვენთან ხო ვარ და მე ვიყავი კავშირზე აგერ უჩასთანო. ანუ ამ სქემებში რა რაღაცა რკინიგზა, გადაზიდვა, შსს, სასაზღვრო რაღაცა ამბავი და რას ქვია, იქნებ ისთან მიქონდა რაღაცა წილი ფული უჩასთან. სად არის უჩა? ლონდონშია. ვახ მაგის
მისი დეიდაშვილი გაიქცა რა ახალი ამბავი ხო არა ქვისლი დაიჭირა ლუსმების გამო ეგ ხო ფაქტია დადასტურებული საქმე ბიძინა ეგეთი კაცია $1 არავის არ შეარჩენს მით უმეტეს იმ პირობებში ძალიან უჭირს ამიტომ ეს თანხები რომელიც არის 300 კალაძესთან არის $800 მილიონი რომელსაც თხოვენ უნდა გესმოდეთ თქვენ ერთი რამე თბილისი პატარაა და ეხა კალაძე ეხა თუ სადმე რამეს მოისმენს არ მინდა ჩაუგდებს ხო სუფრაზე რომ არის ეს კაცი და რაღაცა ვისკი რაღაცა მოწრუპა და 2 წუთი დაждდა კალაძეს ებლატავებოდა რომ მე ამას ამბობს და ერთი წელიწად ნახევრის წინ უკვე რომ მე მილიარდი უკვე შევასრულეო მე უკვე მილიარდიანთა კლუბის წევრი ვარო ძმაო რა მე უკვე მილიარდისო ქონება და ისო მაქვს ბიძინა თხოვს $800 მილიონ 2 მილიარდ ლარზია ლაპარაკი ოღონდ დარწმუნებული ვარო ეს $800 მილიონი არ ეყოფა ბიძინას ეს მადა გაიზდება რომ მიუტანს 800 მერე კიდე მოთხოვს არ მიუტანს ისევე მოექცევა როგორც ექცევა ბაჩიაშვილს ისევე მოექცევა როგორც ექცევა რიჟვაძეს არ უნდა კონდეს კალაძეს იმის იმედი რომ აქედან დაძვრება ვერ დაძვრება რატო იმიტომ რომ ბიძინას ახლა ფულის გარდა არაფერი არ აინტერესებს ეს კანონებიც იმიტომ მიაღებინა რომ მაქსიმალურად კომფორტში იყოს რომ ცოტა რაღაცა დრო მოიგოს ვიღაცა აქციაზე არ გამოვიდეს ვიღაცა ცოტა სიმშვიდე იგზნოს რომ იქ შიგნით ბუდიში და შეჭამოს ეს ხალხი რა და ჭამს კიდეს დაწყებულია ხა ყველა დღე ყველა მეორე დღეს ახლა დაბადების დღეზე ან მისი ინსტინქტი ნახე რა არის შავ კოსტუმით რომ დავინახოთ ბიძინას არ უნდა გვეგონოს რომ ის ჩვეულებრივი მოპოლიტიკოსო ადამიანი არა აი შავ კოსტუმში ჩასმული ესკობარია ფილმშიც ხო არის და ფაქტებზე და ის არის ხო გადაღებული ეს ფილმი ესკობარი რომ მიდის იქ პარლამენტარობა რომ და ჰალსტუხს რო ხო ზუსტად იგივეა რა იგივე როგორ გითხრათ და მეტიც უფრო ხანდახან ვფიქრობ რომ ის უფრო ადამიანური და კეთილი იყო მიუხედავად იმის რომ ამდენ ადამიანს კლავდა ხო ესკობარი ეს აბსოლუტური შლეგია ეს აბსოლუტური შლეგია რა ბიძინა ივანიშვილზე გულისხმობდა ამიტომ რო დაინახავთ ამ კაც შავ კოსტუმს არ უნდა ვიფიქროთ ეხა ეს რო ვამბობთ ხოლმე მე უკვე მეცინება რომ აი ცით რა ესენი ამას არიზამენ აი დასავლეთ არ აინტერესებს ბიძინას აინტერესებდა დასავლეთის სიტყვა მანამ სანამ სანქციები დაედებოდა სანქცია რო დაედო მაგას ეგრეთ წოდებული ტორმუზმა გაუსხავსო მორჩა შემაკავებელი არაფერი არ აქვს ეხა ბაჩიაშვილი რო ციხეში ცემა ხო გასაგებია რომ მან ცემა სამარტოო საკანში უკანასკნელი ქოცი რო ხარ ქოციშვილი რო ხარ მაგრამ უკანასკნელი ეხა იქ რაღაც მოხდა ხო მარტოზის კაცი ანუ იცი ყველა უყურებს სოფლიო უყურებს თქვენი აზრით ადამიანის უფლებების რადონეზე ვლაპარაკობთ და ციხეში აწამეს ტიპი პატიმარი პოლიტიკური პატიმარი ხო აი კიდია რა ბოდიში კიდია ბიძინას კიდია ბიჭო ბიძინას ადამიანის სიცოცხლეც კიდია მოკლავს ნებისმიერ დროს მაგრამ ეს ხაია და გაბაზრება მაინც და მაინც არ უნდა რა მოგეთ კალაძე 800 რიჟვაძე 300 ლილოშვილი 100 და მისი კლანი ღარიბასაც ასეულობით ისა გოგონდ როგორ გითხრა რა ღარიბა მარტო არ არის ღარიბას გარემოცვას კიდეც ცალ-ცალკე აი მაგალითად ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრს მაგათ ანუ ღარიბას კამანდას ცალ-ცალკე ასე ვთქვათ აკაჩავებენ ოღონდ ღარიბას დაიჭერს რა ბურჭულაძე თავდაცვის ჭორები რას დადიოდა რომ სამშენებლო თემებში იყო ხო სამშენებლო თემებში და მეცაც გეტყვით ეგ რომ პარლამენტში მოვიდა მე უთხარი რომ თავდაცვის სამინისტროში ქონდა ისა რა ქვია კოლცენტრები და უთხარი რომ მზად ვარ მოდი ეხავე წავიდეთ კონკრეტულ ლოკაციაზე სადაც არის თავდაცვის სამინისტროს ობიექტი არის კოლცენტრები და თუ არ იყო ეგ სიმართლე პირობითად ვიძახი მე ხო მისამართებს დავდიოდი პირდაპირ და მე ამბობდი რომ აი აქ არის ხა კოლცენტრი რატო არასდროს არ თქვეს რომ რატო არ შევიდა პოლიცია და რატო არ თქვეს რომ აი აქ არ არის კოლცენტრი აი რატო არ მოხდა ეგეთი მე უთხარი სად ქონდა მას კოლცენტრი მის ნათესავებსად ქონდა კოლცენტრი რა სკანდალებში იყვნენ გახვეული პარლამენტის ხტომათა დარბაზში გამოსვლის დროს სადაც მინისტრი იყო და თავისი მოხსენებებით როცა იყო ნუ ეს ხალხი ესე იგი ერთობლიობაში მილიარდერები არიან ყველა ვარიანტში ხო კონკურენტებიც არიან ესე გამოდის აი მარტო ის მომენტი კი არა რომ მოპარეს ანუ ძალიან გაიზარდნენ ესე გამოდის რა ანუ ხა შეიძლება ვიღაცას ქონდა მოდი ესე ვთქვათ გამწვანებული რომ მილიონები იშოვე რაღაცა ბიუჯეტიდან მაგრამ იმათზე გაცილებით მეტი იშოვეს ვიდრე მოსაუბნელი იყო და ეს ინფორმაცია მივიდა ეხლა უკვე ხაზაინდა აი კაიდი ერთ რამეს გეტყვი კიდე რა ღარიბაშვილის და ნამახმახეს სისტემა ეგ კიდე ხო მილიარდიანი ჯარიმები როგორ ხაგებია აი მაგ რაღაცას გეტყვი რა თურქული კომპანია შემოვიდა ხო თურქული კომპანია შემოვიდა და მისივე დადოკუმენტირებული რაც აქვს ამბობს ენკა რომ მე დავხარჯე აი საინო რო გამესუფთავებინა და $50 მილიონი დავხარჯე მე ენკა იძახის რომ $50 მილიონი დავხარჯე მე ამათმა ხელშეკრულება გაუწყვიტეს რაღაცა წავიდა ენკა და $430 მილიონი მოიგო დაბა ანუ მოგვიგო რა $50 მილიონი დახარჯა 430 მილიონი მოიგო 380 ხო არის ნაღდი ყველა დღე როცა აღსრულება არ ხდება აღსრულება იჩივლა და ჯარიმა და საურავი გემოდა $400 მილიონს ეს გაასწორებს შეუძლია ან ნაღდ მოგებას
ენკას რომ ეგ პროექტი განეხორციელებინა, თანხები დაეხარჯა და მე ამოღებაზე წასულიყო, მართლა დაჭირდებოდა 50 წელი რომ 400 მილიონი დოლარი ამოეღო. და ეხლა ხელშეკრულების გაფორმება გაწყეტაში 400 მილიონი დოლარი წაიღო. ეხლა მე ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ ამ ხელმოწერის გაფორმებიდან ხელმოწერის იმამდე იქ არ იყოს მაგალითად წილში ღარიბაშვილი. ამიხსნას ვინმე როგორ ხდება და წილში ყოფნა არის ძალიან მარტივი. გაგიფორმე, გაგიწყვიტე 400 მილიონი დოლარს აგინდა ის ანუ ამას მე შევქნი ამ საბუთებს, მოიგებ 400 მილიონი დოლარს ხალხიდან უნდა გადაგიხადო ეს 400 მილიონი დოლარი აგერ ქართული ხალხის მომავალი თაობა გადაიხდის ამვალებს, ავიკიდებ ჩვენ ამვალს და წილში შევიყვანე 10%, 20%. ჩვენ ანუ მე და შენ და ჩვენი შვილები აიკიდებენ და თავს აკიდია. დაამთავრდა ერთი ხელშეკრულება გაფორმდა, ხელშეკრულება გაწყდა და ენკამ მოიგო 400 მილიონი დოლარი. დავიჯერო ხე ეგეთი არიფია ღარიბამ თუ რა არ იცის რა მოყვებოდა მაგას როგორ იქნებოდა და ის ხელშეკრულება რო გააფორმა ან რო გაწყვიტა არ იცოდა რა მოხდებოდა ყველაფერი კარგად იცოდა დარწმუნებული ვარ ის მე რაღაცა აქცია მე ადამიანების კეთილსინდისიერი ბუნებრივი რაღაცა ემოციები გამოიყენეს სათავისოდ და დაწერა ამან ფული ეხა იქიდან 20% შეხვდეს და ერთი 80 მილიონი 100 მილიონი დოლარი იმას რა ქვია ღარიბას ერთი ხელშეკრულების გაფორმება გაშეწყვეტაში რა 100 მილიონი დოლარს 300 მილიონი ლარი ისე ხო ანუ და არაფერი არ მოხდა ის ყველა მოგებულია ქვეყნის გარდა და დამთავრებული ამბავია და მეტიც მაგითხოთ თქვენს რომ ჩვენ ხალხს დავყევით ხალხის ნება და ვირატო გააფორმე რო თავის დროზე მაშინ. ნუ თავიდან გეკითხა ხალხისთვის. თავიდან რა თქმა უნდა, კაცო. ეხლა იცი რა არის ამასე არის ხოლმე რომ ნამახვან ხესის ეხლა მე ჩემი აზრი მაქვს, ბევრ დავაში არ შევიდეთ, მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, ოღონდ მაგ ჩემი მიზეზი რატო? ოღონდ თავიდან ეს არ უნდა გაფორმდა. თუ გაფორმდა, მე ეს ზარალი რატომ ანახე, ძმაო? თუ სახელმწიფო ხარ და გააფორმე, მე არ მინდოდა, ხო არ ვკითხე ჩვენ რომ გააფორმე და რომ გააფორმე და მე შენ ვერ შეწყვიტე. 400 მილიონი მე რატომ უნდა გადავიხადო? ან მორიგებით დაასრულე, გაწყვეტამდე. ხო, აბა დაელაპარაკე ამ ენკას და თუნდაც უთხარი რომ მე ან ელემენტარულად გეტყვი. შენ ხო თავიდანვე იცი რომ ეს საქმე რომ წავიდოდა სასამართლოში. ძალიან ნათელი იყო რომ წავაგებდით, იმიტომ რომ კონტრაქტი უთხოთ რა. გაიგე და შენ შეგეძლო გეთქვა რომ მე კი ვიცი რომ ამას წავაგებ და მოდი რაღაც მოვრიგდეთ. ნაკლებს იზარალებს სახელმწიფო თუ ესე მიყავს მაინც და მაინც პროცესი, მაგრამ ეს კონტრაქტი თავიდან ბოლომდე არ შედიოდა, ან არც თავიდან იყო ხალხის ინტერესებში, შეიძლება თავიდანვე ეკითხა და მეც არაფერი არ აქვს ხალხის ინტერესებში ახლა მილიარდიანი ჯარიმა როგორ გადასახდელია. არა, ხო და ნახე ეგ რო იცოდა და მაგიტო ვიძახი რომ ეს არიფი ხო არა რიკაცო და იმიტომ იქნება წილში დარწმუნებული ვარ რომ იქ წავიდა ეხა დავა წავიდა ეხ უშიტინებს ეს ელოდება ეხა ფული ენკა და როდის მოვა რა დარწმუნებული ვარ იქ ნომინალური ტიპის ვიღაცა ეყოლება კაცო იქ გამორიცხულია რომ იგი არ იყოს ხო 401 მილიარდ ლარზე ვლაპარაკობ იგივე არ იყო კალაძეს ეკონომიკის მინისტრი ხო მილიარდო ხო მილიარდ 200 მილიონი რა კაია ხო 200 მილიონი ისე მოვაკელე ვითომ არაფერი ხო აი ისე მოვაკელე ვითომ რაღაცა ხო მაგათის ეგრეა რა იმის აქვე კალაძე ენერგეტიკის მინისტრი არის ხო იტერაოს და რუსულ კომპანიასთან წავაგეთ 80 მილიონი ევრო ესეც საერთაშორისო არბიტრაჟში წავაგეთ. ბიჭო, ხალხი, რომელიც ედავება მაგალითად წინა ხელისუფლებას და პრეზიდენტს, რომ ჰილარი კლინტონს რედბული დაალევინე, ეგ არის არამიზნობრივი ხარჯი. დაუთვალე და ეუნები რომ რაღაცა ეს X თანხებზე ავიდა ძმაო და შენ ამიტომ ციხეში უნდა გაგიშვა. აგერ გეუნები ორ ხელმოწერაზე. აი ამ საერთაშორისო თავიდანებო მილიარდ 200 აგერ ღარიბა 80 მილიონი ევრო კალაძემ ერთი ხელმოწერით აზარალა საქართველოს და თან ვის სასარგებლოდ? რუსული კომპანიის სასარგებლოდ. ხო და ამიტომ ეს არის ფაქტები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, იქ 80 მილიონი. მე გვავიწყდება, იცი, რაღაცა თემები, იმდენი თემა ხდება, იმდენი ამბავი ხდება, ყველა მეორეზე იმდენი კორუფციული ამბავია, გვავიწყდება, იქ 10 მილიონი, 20 მილიონი, მარტო ავტობუსებიდან აგერდი 30-39 მილიონი ევრო ჩატეხილი. კაც, ოღონდ იმაზე რო ეწერა, რა ქვია, საბუტანო, საიძე რო ღირდა რაღაცა X თანხა და 2X რო გადაიხადა ამან. საიძე შედიოდი, ავტობუსი ღირდა 195,000 ევრო თუ რაღაც ეგრე. ეგ ამბავი შენ გაასკდენი ავტობუსი. არ ირაკლი აბესაძემ თქვა, სხვადასხვა პირველმა. მახსოვს რომ თურქეთს დაუჯდა ჩვენზე გაცილებით ნაკლები რა. ხო და ანუ ლოგიკა არაფერში არ ჟდება გარდა კორუფციის. თან ჩვენზე ნაკლები იყიდა, რაც უფრო მეწყიდულო ფასი იკლებს, ხო? საიძე რო ეწერა, საიძე შედიხარ, საიძე და აღრის მანქანის ყიდვა გინდა მაგალითად და ღირს 100,000. მე რატო იხდი 150,000? როგორ აღმოჩნდა რომ შენ 190,000 ევრო ღირდა და 250 რაღაც გადაიხადეს? რანაირად, როგორ? ანუ მე ამბობ, აი, როგორ უტყუარ ფაქტებს, ისი აი ზედაპირზე როა და ესეთი რამდენია, რომელიც მე შემდეგ არ გვახსოვს ხოლმე. და ისო ხა კალაძეს 800 მილიონი
$1 რა ქალაქში კიდევ ამბობ შეგვიძლია თითო корпуსი ავიღოთ აბსოლუტური მონოპოლისტია არქი და მისი ქვეკომპანიები რა რომელიც აბსოლუტურად ლობისტურად მუშაობენ დედაქალაქში წულაი არის იმის რა ქვია კალაძის ნათელმირონი კალაძის ესე ვთქვათ კასირი კალაძის ჯიბეს წარმოადგენს ეს კაცი და სამშენებლო იმაზე რომ ნახოთ აი პატარ-პატარა ვიღაცას თუ მოაციცქნინებენ ძალიან ცოტას ყველა ბიზნესმენმა იცის რომ თვითონ უნდა ბიუროკრატია გაგრძელდება 7 თვე 8 თვე 9 თვე წელიწადი და 3 თვე არქიზე სხვათა შორის დიღომში გაგახსენებთ ერთ ამბავს დიღომში მივედი ეს გუდვილის ტერიტორია ხო იცით ეხლა სად არის? აი იმის მოპირდაპირ მხარეს ეხლა უკვე აშენებულია კორპუსები. არქის ოპერატორმა იცოდა რომ ნებართვა გაცემულიყო და მშენებლობა იწყებოდა და იმის შემდეგ ერთ კვირაში შემოვიდა საკრებულოში ნებართვაზე. და სიუჟეტი გავაკეთეთ მაგაზე მივედი იქ და დაურეკე იქიდან არქის ოპერატორს და კიო ეხაო მანდო დამტკიცებულიო ამდენიო უკვე ყიდიდა ის გოგო. არქის ოპერატორი ყიდიდა. და ისე რომ არაფერი არ იყო ერთი კვირის შემდეგ შემოვიდა. სიუჟეტებია სატელევიზიოდ იძებნება ეს სიუჟეტები. მაშინ ისე თავარი არქი იყო რუსთავი სადაც იყვნენ ხო ესენი ოპოზიციურ არქზე. სიუჟეტებია ხალხო გაკეთებული ტელეფონი ჩაწერილი მივედი დავრეკე და მეუბნება არქის ოპერატორი. უკვე კიო ყველაფერი არისო მე საკრებულოს წევრი ვიყავი და ერთი კვირის მერე გამოვიდა და ვეკითხები საკრებულოს წევრს ბიჭო ჩაურთე ეს ამან რატო იცის ერთი კვირით ადრე რომ თქვენ ხმას მიცემთ ამას თქო. ეს საიდან ის ამან რატო გაყიდა უკვე ის რა ქვია ბინებით ხო ხო და ხვდებით ესეთ იმაში ვართ რა ქვია დუქანია რა ანუ სახელმწიფოა მართლა დუქანია და მივჩეული ვართ იმას მგონი აი პრობლემა იმაშია რომ ჩვენც მივეჩვიეთ რა ყველა მიეჩვია აი შედასწავლ რა ეს ამბები არის ჩაკარგული როგორ იცი არ ახსოვს არავის არ ახსოვს ყველა დღე ხდება და იმიტომ ოღონდ ეს რა არის ვიღაცა ამ მე სახელმწიფო ბავშვებს პარავენ ლუკმანს აი ეს კორუფციაზე ვიღაცა რო ლაპარაკობს ვერ ხვდება რომ ბავშვს პარავენ შენ გახსოვს ბავშვების მშობლების აქცია იყო წლის თუ წინახევრის ახალი დანიშნული იყო მგონია სარჯოლაძე თუ რაღაცა რა ანუ მოკლედ საკითხის ღირებულება რა ამ ბავშვებს უნდა წამალნი ნუ გენეტიკური საქმედება სიმაღლეში ვერ იზრდება კი ვიცი თემა რა იყო იცი ესე რომ ვთქვა ჟარგონზე 2.5 მილიონზე თუ 25 ხო და რამდენი ხანი ატარეს ამათი იმისთვის სასაცილო თანხაზე ონკოპაციენტები ყავს ბიჭო და ეს ჩვენი ბავშვებს უგროვებთ რაღაც ლარლარობით კაპიკობით და მე გამოვა ვიღაც გაგშვებული ცოლი და კარტია და როლექსი ყოველ მეორზე ჯერ საერთოდ რა ნამუსით აქვს ეგეთი რაღაცა მართლა ეგეთი უგულო როგორ უნდა იყო რომ ამას ვერ ხედავდე მაგრამ ნუ ეგენი კაი უგულოები არიან მაგრამ საზოგადოებაც როგორაა იცი მივეჩვიეთ რომ ინდეპენდენტული ბიჭო ხორა ვიღაცამ ნიუ-იორკიდან თუ ბარიდან უნდა გამოაგზავნოს ფული რომ აქ ბავშვი გადაიყვანოს თურქეთში და რაღაც იშვიათი გენეტიკური დაავადებისგან თუ არც თუ ისე სამწუხაროდ იშვიათი ონკო დაავადებისგან განკურნო და ამ დროს ეს შოულობს მილიონებს გაიგე და თან აი როგორ იცი ვერც კი ხდება რომ ეგ რაღაც მილიონების შოვნა კორუფციით ამ ღარიბ ქვეყანაში ანუ ეს ვქო ტეხავს არა გონია რომ მოსულა კაცო ის ფიქრობს ეს მისი ოჯახის ფიქრობს ახლა ჩემ ხმარ მე სახელმწიფოს რაღაცა მოპარა კი არ ფიქრობენ რომ 50000 ბავშვი რო შიმშილობს უფრო მეტი 150,000 სტატისტიკას რო გადახედავ ხო სკოლაში ესე იგი ყველა მესამე ბავშვი მშიერია ყველა მესამე ბავშვი მშიერია და ეს ამხელა დოვლათს ინაწილებს 10-20 კაცი თავიბოლო რა აი ხა რასაც ლაპარაკობთ 300 მილიონი 100 მილიონი 200 მილიონი 400 მილიონი 1 მილიარდი ამ თანხებს ინაწილებენ ეს ადამიანები და ერთ რამე შეგახსენებ აი პირველი ის იყო ამბავი ბიძინა რომ მოვიდა დევნილები რო ავიდნენ სახლთან აქცია რო გამართეს თუ გახსოვს რომ შენო დაგკვირდიო დევნილ სახლსო და მოგვეციო და ბიძინა გამოვიდა ერთადერთი შემთხვევა იყო რა როცა პირველი აქცია იყო მის შუშის სასახლესთან და ბიძინა გამოვიდა ხალხთან და რა უთხრა გახსოვს ეხლა თქვენ რო დაგმოყოფილოთ აქ რამდენი ამბავი ხალხი მოვა წარმოგიდგენიათო და ხალხმა რამე კი არ უთხრა ხო ისე ხო და წამოვიდა ეს ხალხი ერთ წამს შეგაწყვეტნა რაღაც უნდა წაიკითხა რა მნიშვნელოვან თემებს საუბრობდით Facebook მომხმარებელი წერს რა ეგ სტატუსი მაქვს შენახული ყველა დეპუტატის დეკლარაცია და ბიოგრაფია შევისწავლე აღმოჩნდა რომ ოცნების 99 დეპუტატიდან ამ არალეგიტიმურებიდან რა 33 ოფიციალური მილიონერია, 27 წინა ხელისუფლების რიგებიდანაა, 8 სპორტსმენი სამომღერალია და ეხა სტატისტიკას. ოფიციალური სტატისტიკა 700,000-ზე მეტი შემწეობის მიმღებია, 350,000 სიღარიბის ზღვარქვემოთა, 154,000 ბავშვი შიმშილობს. აი გასტატისტიკა. რა? ეხა შე როგორ გონია, აი მართლა ჩიგოგიძე მაგალითად რა, კრეფსით ჩიგოგიძე რო ავიღოთ. პარლამენტში მართლა გონია იმისა ხელფასი არის. აუ, კაი რა საუბე ხა. კი აი 11,000 ხელფასი, მაგრამ ჩიგო
ნუ ესეთ რაღაცა. არა 3000 მილიონერები 3000 რო იყო მაშინაც იყო გიჟივით ოღონდ. ხო, მაშინაც იყო კი. ის ეგრე გუჩაინუქიდეთ რომელიც შენ თავად ახსენე. მე რა თუნდა ბიჭო იმასა კარტას არ დახედავს კაცო, იმ 10 ჯერ მეც ურიგებდა იმათ. ოღონდ თავისი ბიზნესის სალობირედ მოდის, რომ მეტი ბიზნესი მეტი. მაგრამ გამიკვირდა 33 ოფიციალური მილიონერი 99 ადამიანი. 2016 წელს 41 მილიონერი იყო. ცოტა მოუკლიათ. ნუ ან ვიღაცემა დამალვა ისწავლეს კარგად. მან ეგეც არის, ხო იცი უკვე ნენელა დაამუღამეს, როგორ შეიძლება რომ ეს ქონებები გადამალონ, სხვაზე გადააფორმონ, რაღაც ანუ რო იყო ხოლმე რაღაცა სკანდალებში რო ხოვდნენ, გამიკვირდა ეხა 33-იც რო ჩანს. ბევრად მეტი იქნებიან დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვიღაცას დეკლარაცია არ უწერია, ვიღაცას გადაუფორმა უკვე სანამ შევიდოდა იქ რუსიაში იქნებოდა, ანუ ეს უკვე დაამუღამეს. ეხლა დავუბრუნდეთ ამ სატახტოთა თამაშებს რა, Game of Thrones კარზე რაც მიდის რა, ანუ რაც ამ ეტაპზე ჩანს, რომ დავუშვათ ერთმა კამანდამ დაარწმუნა ბიძინა, რომ სხვა ყველა გატყუებდა, ყველა რაღაცას გპარავდა და აი ჩვენ ვართ შენთან. ჩვენ ვართ ერთგულები რა. ამას ერთი რისკი ახლავს, რომ თუ ესენი სიტყვაზე ჩაიჭრნენ, გაფეილდნენ, არის ეს თქვა წარმატებას ვერ მიაღწიეს, მთელი პასუხისმგებლობა მათ ხელშია. თუმცა დღეს გვაქვს სიტუაცია, როგორც არასოდეს არ ყოფილა აუცნობის დროს, რომ მართლა მხოლოდ ერთ გუნდს აქვს ყველა ბერკეტი ხელში, ხო? ხო ეგეთი სიტუაცია არის, ხო? ეხლა ადრე რაღაც დაბალანსება შიდა რაღაცები მაინც იყო რა, ანუ ვიღაცას ეს პოსტი თუ ქონდა, მე მეორე გუნდს პირობითად. ხელისუფლების შიგნით თუ რაღაც სხვა პოსტები ან სხვა ის ქონდა რა, ხო და ანუ ეხლა რა ხდება იქ და კიდე ერთი მომენტი რომ ანუ ბიზნეს ყოველთვის იყო ძალიან რაციონალური ადამიანი. მაგას ვერ წაართმევ რა. და ამ კრედიტ სუისის მერე ანუ შევა საბეჭდილება რომ იმიტომ რომ უყურე არავის არ გაუფუჭებია დასავლეთთან ეგრე ურთიერთობა. მესუდ პეზეშკიანი ირანის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ბიჭო ამბობდა რომ ჩვენო მზად ვართ ამერიკის ინვესტიციების ანუ ბიორებით დაბომბეს ტიპები მისურიდან აფრინდნენ რომ ირანი დაებომბათ ისრაელმა დაბომბა და ეს გამოდის და ამერიკიდან ინვესტიციები გვინდა კარგი ურთიერთობაო და ამ დროს ახლა ესენი გამოდიან და deep state-მა ტრამპი დაამარცხა და რაღაცა ზაზა შათრიშვილის პირით გელაპარაკებიან. ანუ ეგრე მოხვევა დასავლეთიდან, ანუ მაგას რაციონალური ადამიანი, მაგას ლუკაშენკო არაკეთებს. მესუდ პეზეშკიანი არაკეთებს და ანუ სხვანაირად ვერ ხვდები რა, გარდა იმისა, რომ ტიპი მართლა რაღაცნაირად და აირია ესე თქვათ ამ კრედიტ სუისის მერე სხვანაირად უკვე ვერ ვაჯენ მე ვერანაირ ლოგიკაში ანუ იმიტომ რომ ადრე რაციონალური ადამიანი იყო და ირაციონალურია შენ დაუპირისპირდე ამ ხელა ძალას დაუპირისპირდე ამერიკას დაუპირისპირდე ევროპას აი რატო რისთვის ნახე ბიზნეს ის მაინც იყოს პიკზე რუსეთი ბიზნეს როცა ვლაპარაკობთ რა რაღაცა ლოგიკაში გაყვე და ამბობთ რომ ევათად რაციონალური იყო არასდროს არ ყოფილა რაციონალური არ ჭირდებოდა ის რასაც აკეთებს არ ჭირდებოდა და არ ჭირდებოდა და არ აკეთებდა არ ქონდა ამის არ რატო უნდა 2016-ში რატო უნდა გაეკეთებინა პირობითად რაღაცებს აკეთებდა ისეც რასაც 2-3 ადამიანი იყო და დიდი არა პირობითად რატო 2016-ში ან 20-ში რა იმიტომ რომ ბიჭო ეხლა არის სიტუაცია რუსეთს საკმაოზე მეტად უჭირს ძალიან უჭირს მოდის პირდაპირ ვთქვათ იქ ეკონომიკური პრობლემები აქვს იქ ფრონტზე დიდად ვერსად ვერ მიიწევს 1200 კილომეტრიანი ფრონტი აქვს რაღაცა ყველა მიხვდა რომ ჯარით დიდი არაფერი არ აყავს სომხეთი გაექცა აზერბაიჯანიც გაექცა ანუ ცუდი ურთიერთობა აზერბაიჯანთან ახლა ხო მიწყნარდა თქოს მაგრამ ეგ ვეღარ დაალაგდება იმიტომ რომ პუტინი ხო მაჩო იმიჯი აქვს და მუჟიკს сказал მუჟიკს делал და რაღაც ეგეთი ტიპია და ვეღარ არის ეგ ტიპი და ბიჭო 2024 წელს და 25-ში ალიევის სულელი კი არა ალიევი ძალიან ჭკვიანი კაცია 25-ში მარტო აუმხედრდა როცა ყველაფერი მოათავა მოამწვანილა დაალაგა და რაღაცა როცა რუსეთი სირიიდან გააგდეს ირანში პრობლემები აქვს დედაუტირეს ესე ვთქვათ მის თავარ მოკავშირეს ან მარტო მაშინ თორე ალიევი 50-ზე მეჯერა პუტინს შეხვედრილი მაგაზე მეჯერ არავინ არა რეგიონალურებიდან ანუ ეხლა როდესაც ესეთი სუსტია ხო გაცილებით ალოგიკურია ამათი მოკავშირე იყო ვიდრე 16-ში 16-ში რუსეთი ძალიან ძლიერი იყო ანუ მაგას როგორ შენ უყურებ ეხლა ფართო სურათში გლობალურ პოლიტიკას ბიზნესა უყურებს მოკლევადიან პერსპექტივაში დაახლოებით 10-15 წელიწადს უყურებს ბიზნესა
გან რამდენი წლისაა კაცო თვითონაც ხო ეს უყურებს რომ მე სანამ ვარ უნდა ვიყო და ეს ფიქრობს რომ ამ 10-15 წლის განმავლობაში რუსეთი დამარცხდება არ ჯერა გონია რომ არ დამარცხდება რუსეთი შეიძლება რამე გეოპოლიტიკა ჩვენ გვეჩქარება თორე ფიქრობს რომ დასავლეთით დაიცდის რა აგერ ეხა დასავლეთი რას აკეთებს ჩვენ კიდეც სხვა პრობლემა გვაქვს სხვა თემებზე ვლაპარაკობთ ხო იქ თუ ნახიჩევანის გზა რომელიც აბსოლუტურად რეალისტური გახდა უკვე ნახიჩევანის გზასთან დაკავშირებული საკითხი თუ გადაწყდა სხვათა შორის ორი მიმართულებით არის საფიქრალი. ერთი მიმართულებით ჩვენი როლი და სატრანზიტო ფუნქცია? ხო, უკიდურესად ძალიან სუსტდება, ხო? მაგრამ ნახე ეხლა და ერთი დაამატე რა გთხოვ. აზერბაიჯანის და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა. ან გაზიდან ავტობუსით გაიჭრება მე ნახე. კი, ნახე ჩვენ იმის ნაცვლად რომ ყოფილიყავით ევროკავშირის კუნძული და ეხლა ეროვნული ხელისუფლების პირობებში არ უნდა ამას დიდი ეროვნული ხელისუფლების პირობებში ბევრად დიდი პერსპექტივა, ფართო პერსპექტივა გაგვიშლებოდა. უცებ ნახე დასავლეთი ევროპა გვიყურებს, აუ ეხლა ამათან ესენი ჯაგაჯუგი იქ ამბავია და აქეთ უცებ დატრიალდნენ ამერიკელები, ბრიტანელები. ესენი ლაგდებიან, ბიჭო, სომხეთი და აზერბაიჯანი ხელსაერთმევს ალიევი და ის ერთმანეთს ლაპარაკობენ იქ ამერიკელებმა თქვენს იქ რუსეთს უნდა და სხვათა შორის ამ ნახიჩევანის გზაზე ჩადგომა, ანუ ჩვენ ვიქნებითო გამტარიო. ირანის დამარცხების მერე გაიხსნა ეგ თემა. ხო, მორჩა სომხებმა თქვენს ვარა, რუსეთის FSB აქ ვერ იდგება, საუბარია რაღაც ამერიკულ კომპანიაზე, რომ ესე იგი ეს ნახიჩევანის აზერბაიჯანი და ესე შუაში გაყოფილი აზერბაიჯანი დააკავშიროს ეს თუ მოხდება აგერ თურქებმაც ნახე აბსოლუტურად გაფორმდება სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის და მორჩა დამთავრებული ამბავია ჩვენ სადა ვარ ჩვენ ამ დროს ჩვენ სადა ვართ ოღონდ ეხლა ნახე მეორე რამესაც დავაკვირდეთ აი მაგ მიმართულებითაც ჩვენ შეიძლება კიდე ერთი შესაძლებლობა გაგვიხსნას რა ეხლა არ ვიცი რამდენად სწორია რა რასაც ვამბობ მაგრამ ნუ უყურებ ესე რუსეთს ჩვენზე თათი ედო მუდმივად შავი ზღვის გამო აი ეგ ფუნქცია თუ დაიკარგა მათ ინტერესი მოიკლებს მე ნახე ჩვენ ჭირდება აქ ეროვნული ხელისუფლება რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს და საქართველოს შეუძლია იყოს ევროკავშირის ევროპული კუნძული დღეს აი ხო ამბობთ რომ ეგ არის პრობლემა ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლოა ხო რაღაც დროს ჩვენთვის გაიხსნა შესაძლებლობას მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ უნდა იყოს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს ხალხის ინტერესებზე და არა ეხა ბაჭიაშვილს აწამებს ციხეში, იქ ვიღაცას ესვრის, ვიღაცას კლავს ფული მომეცი, ქართველი ხალხი გააქცია აქედან. არ არის ხალხო ეს ნორმალური. 400.000-მდე არა საქართველოს მოქალაქე უკვე ცხოვრობს საქართველოში. მე ვიღაცა ეს დემოგრაფიულ პრობლემას გვიქმნის. საქართველო არ არის არც საფრანგეთი, არც იტალია და არც ამერიკა. ხო რომ რაღაცა მსგავსი დემოგრაფიული პრობლემები არ ექნებოდეს 3 მილიონი ქაღალდზე ვარ და აქ ლამის 2 მილიონი ვარ დარჩენილი ხო და 1/3 გასულია ქვეყნიდან პრობლემა დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს ჩახედეთ სტატისტიკას 2014 წელს დაიბადა 62,000 ბავშვი 2022 წელს დაიბადა 39,000 ესე იგი 30%-ით ნაკლები ბავშვი იბადება ქვეყანაში და ამ ქვეყანაში კიდე დამატებით ასეთ დროს 270,000-დან 400,000-მდე არა საქართველოს მოქალაქე დასახლდა. ეს როგორ შეიძლება რომ არ მიქმნე მე ჩვენ როგორც სახელმწიფოს დემოგრაფიულ პრობლემას არ აღვიქვამდეთ. ძიმე დემოგრაფიული პრობლემები შეიძლება გქონდეს თუ მათ შორის არ გვექნება ასე ვთქვათ პოლიტიკა ამ მიმართულებით. ამიტომ ბევრი გამოწვევა გვაქვს. საერთოდ დაცლილი ანუ მე ძალიან მიყვარს აი ნუ თა მიყვარს ხო არის არჩევანი მთა და ზღვა რა მე მაინც თა მიყვარს მიუხედავად იმისა რომ სოხუმელი ვარ ზღვასთან დაბადებული მაგრამ ბიჭო მოგეთ ჩვენ მთის რეგიონები ერთი არის სვანეთი სვანეთზეც ვერ გეტყვი რომ რაღაცეთი კარგი ბალანსი აქვს აფხულში ივსება როგორც უმეტესობა საქართველოს სოფლებისა და მე მაინც იცლება მაგრამ აქეთან თანახე რა ანუ ხევსურეთი თუშეთი რაღაც კატასტროფული სიტუაცია რაჭა-ლეჩხუმია ეხი კატასტროფული სიტუაცია რა გამარჯვების დღეს ვერ ნახავ კაცო ხო და ეხლა ამას კიდე ემატება ჩვენთან მოიმატა არალეგალებმა მოიმატა რა ხო ამაზეა არა გვაქვს საიმიგრაციო პოლიტიკა არ არსებობს აბსოლუტურად უკონტროლოა ეს ყველაფერი რაღაცას რო იტყვი მე ამბობ ხალხო გვაქვს დემოგრაფიული პრობლემა ამას უნდა შევხედოთ სახელმწიფოებრივად ყველა სახელმწიფოს აქვს მისი პოლიტიკა და პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რომ ყველა სახელმწიფოს არის ჯერ მისი მოქალაქე და მერე სხვა იმიტოა რაღაცა სავიზო შეზღუდვები იმიტოა სამუშაო შეზღუდვები იმიტომ რომ მისი მოქალაქეა პრიორიტეტი და საქართველოში ხო ასე უნდა იყოს ეხლა რაღაცა კონკრეტულ ერთს რო ახსენებ ვიღაცა ამას ქსენოფობია რატოა ქსენოფობია როცა ვლაპარაკობ რომ 200 მილიონიანი პაკისტანი არა
დემოკრატიული ტერორისტების თავშესაფარება ბოდიში ახლა ასეა. ეს ხალხი უკონტროლოთო საქართველოს შემოდის არის პრობლემა. მე მეტსაც გეტყვი. უყურებ რაშია საქმე. ვიცი ხა შერაზეც ამბობ. ანუ შერაზეც ამბობ. ხებს ლაპარაკობ ხა. მოდი არ მოვერიდები და ალტინფოს ტიპები რო არიან, იგივეს ამბობენ. მაგრამ აქ არის რაში საქმე რა? თუ ლევან ხაბეიშვილი ამბობს 2+2 არის 4. და ისინიც ამბობენ. და ისინიც ამბობენ რომ 2+2 არის 4 და ზურაფარჯიანიც აი ხო არ ავდგები ეხლა და ვიტყვი რომ არა 5-ია, იმიტომ რომ რავი ეხლა ხაბი არ მევასება, ვიღაც არ მევასება. ანუ ქსენოფობიას ყველაზე მეტად იწვევს, არაფერი არ იწვევს ქსენოფობიას. ისე კი არის ახაც თავიდანვე რომ არასწორად ასწავლი ბავშვს და შეიძლება ეუბნებოდე, შეიძლება შვილი ისე გაზარდო რომ ეუბნებოდე რომ აი რო ხაბეიშვილი რო ხარ მარტო იმიტომ ხარ ყველაზე მაგარი. ეგრე არ უნდა ელაპარაკო, ბავშვს ესე არ უნდა აღზარდო, ხო? ადამიანს უნდა აღზარდო პირველ რიგში და სხვა ღირებულები უნდა ჩაუნერგო, მაგრამ ქსენოფობიას პირველ ყოვლისა შობს ხოლმე აი ეს უკონტროლო პროცესები მიგრაციის, როდესაც უეცრად იცვლება ხოლმე დემოგრაფიული ბალანსი, უეცრად ტიპი ხედავ რომ რაღაცა იქ რავი სამუშაო დაკარგა ვიღაცამ, იმიტომ რომ სხვა უფრო იაფად შესთავაზ. კი ბატონო, შენ შესთავაზ უფრო იაფად რაღაც, მაგრამ დემოგრაფიული ბალანსი როდესაც იცვლება, მაინც ეს თემური გვაროვნული მომენტი, ალბათ ჯერ კიდე რაღაც ევოლუციური მომენტია, რომ შენ მაინც ჯერ შენი ტომის ის გიხარია. შენ რატო გიხარია? ეხა კვარაცხელია გოლს რო გაიტანს თუ რატო არ მიხარია ისე ხო სიტყვაზე კვარაცხელიას და რონალდუს გოლს შორის რა სხვაობა შეიძლება რონალდუს უკეთესი ქართველია გასა გამარჯობა შენი ამ დვალიშვილი რო რაღაც აგეთ ქართველია ეგა გაქვს შენ ეგ არის ნაციონალიზმი ეგ არის ტომობრიობა რომ შენ ესე უყურებ შენ ვერ უყურებ სხვანაირად არა იქ აუცილებელი რო არც სიძულული რა სისულელია გასო პრობლემა გვაქვს ზუსტად ეგეთი პრობლემები მე წარმოშობს ამ უკონტროლო რაღაცას და ამ დროს ჩვენ მართლა ჩვენც ვერ ვართ ჩამოყალიბებული რა წესიერად რა იმ საზღვრებშიც კი რაც ვართ და იმ დემოგრაფიული სიტუაციით რაც მართლა ძალიან ცუდია რომ უმომრავი ადამიანი გადის ამით ვერ ახარ შენ ბიჭო ჩამოყალიბებული და ამ დროს ზევიდან გემატება მაგრამ არ ვიფიქროს მაგას არა ხო და ნახე ეგ არის ესეთი პრობლემა რაც შენ ამბობ იმით არიან დაკავებული ამოღები და შენ რას თქვი ხარ რომ აი ეს ხალხის ლაპარაკობსო მე მაგ ხალხმა პრორუსმა ხალხმა ეგ თემა გაიართვა ჭყალებში. ხო, არ უნდა წაგართოს. არ უნდა მაგას ვიზახთ გასო. ბიჭო, ტიპები ქადაგებენ პატრიოტიზმს და რუსეთის ფეხქვეშ წვებიან, მტერს ელაქუცებიან, ეს ვერ იქნება ვერც კაიკაცობა და ვერც ისა რა ქვია, პატრიოტიზმი. შენი ოკუპანტის მამებლობა და ოკუპანტის ფეხქვეშ გაგებობა ვერ იქნება ქართველობა, ვაჟკოცობა და პატრიოტიზმი. და ტიპები აი ამ თემის საუბრით, რომელიც ერს აწუხებს ქვეყანა და მართლა პრობლემაა, უკვე იმასაც რომ ლაპარაკობ, შეპაროთ უკვე მოусმინა იმან რა. და ექსკლუზივი წაიღო ამ თემაზე, რომ აი ჩვენ ვართ ეხა ესე კაი ქართველი და ამ დროს შენ, რომელიც მართლა ქვეყნის პატრიოტი ხარ, აი რა ჯგუფი, რომელიც რაღაცას იბრძვის წინააღმდეგობას წევს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თავისუფლება უნდა ამ ქვეყანაში, დემოკრატია უნდა, სახელმწიფოებრივად აზროვნებს, კაცო, იმ რუსეთთანაც ჩემი ქვეყნა, მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ტერიტორიული თლიანობა და იმის იქით დაველაპარაკოთ ყველას, ეს პოლიტიკაში მოსულა და ნორმალურია, ოღონდ ჩემი ტერიტორია, აბა რა უნდა ვქნათ, ოღონდ ტერიტორია მომწეს, კაცო, ნუ აქ წართმეული ჩემთვის და ყველას ველაპარაკოთ, მივხვდი? მან აი შენას სამობიცი რა არის, ეგ არის ოპოზიციური ფლანგის, აი გავერთიანებ ოღონდ ამაში ოპოზიციური ფლანგის დიდი არ ვიცი შეცდომა უწოდოთ თუ რა, ჯანსაღი კონსერვატიზმი რატო დავკარგეთ? კი, სწორი ხარ კაცო ისმის. აი, უბრალოდ ვერ ხვდები რა, რატო გადავაბარეთ ეს ჯანსაღი კონსერვატიზმი ვიღაცებს. კი, ვაჩუქეთ, საშუალო გავუკეთეთ. ჩვენში არზის თუ რა, აი პირობითად რა. სწორი ხარ კაცო, მართალი ხარ და ეგ საკითხები არის, რომელიც არის ყოველდღიური და მე რა არის, იცი, როცა ოპოზიციას ხარდაჭერა უნდა, აი მართლა პატრიოტულ თემას და იმაზე, ხალხი როგორ არის, იცი? შენ თუ მის პრობლემებზე არ საუბრობ და აღქმა პულსზე არ გიდევს ხელი მისი პრობლემების და ამას სხვა ვინმე ელაპარაკება და შენ ლაპარაკობ თემებზე, რომელიც სახელმწიფოებრივად საინტერესოა, მაგრამ მისი ყოველდღიურობას ის არ არის ვალდებული ყველა, რომ რაღაცა გეოპოლიტიკა და ესე იყოს. ხო არ არის, მით უმეტეს ჩვენაირ ეკონომიკურ სიდუხჭირია ხალხს ყოველდღიური პრობლემები აქვს. უნდა თუ ამ ადამიანებს მისი გულისას არ ელაპარაკები, მე არ გისმენს დიდ თემაშიც. ჯერ თუ ადამიანებს არ ელაპარაკები იმას, რაც მათთვის საინტერესო, თუ არ გიღებს მისიანად, თუ არ ფიქრობს, რომ ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ. ნახე ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს. თუ ადამიანმა ეს ვერ დაინახა, არა აქ რა მიმღებლობა, იმიტომ რომ რაღაცა ოპოზიციურ ველზე ეს პრობლემა არსებობს. იმიტომ რომ მუდმივად არის თემები, აბა ეხა ამაზე არ ვთქვათ, აბა ეხა ამაზე არ ვთქვათ, მე გიყურებს ვიღაცა და მუდმივად ლაპარაკობ
მისთვის გაუგებარ თემაზე შესაძლოა მხარდაჭერა უნდა, მაგრამ ხედავს რომ იმ 10-დან კი გეთახმება მაგაში რაც ლაპარაკობ, მაგრამ 9 მისი არ ილაპარაკე. და პრობლემა ეს და უნდა გვესმოდეს რომ რაც პრობლემა პირიქით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, თუ ვინმე ფიქრობს რომ სხვა სახელმწიფოში ჯერ უცხო ქვეყნის მოქალაქეა პრიორიტეტი და მე ძალიან შემცდარა, ესე არ არის, ყველა სახელმწიფოში არის ჯერ თავის მოქალაქე და მე რაც ჩვენ რა გვჭირდება, საიმიგრაციო პოლიტიკა გვჭირდება, კაცო, აქ იმაზე კი არა ლაპარაკი ვიღაცას აგრესიულად მოვექცე და არა, პოლიტიკა გვჭირდება, პოლიტიკა. არ შეიძლება უკონტროლოდ ხდებოდა. კი, სახელმწიფო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ დავაბალანსოთ ტურისტიც, შემომსვლელიც, გამსვლელიც, თორე რა თქმა უნდა, გვჭირდება ჩვენ ბევრი შემომსვლელი, გვჭირდება ჩვენ ბევრი შენიცი რომ მე რაც მისა ინფორმაცია მაქვს, ძალიანაა შემცირებული ევროპელი ტურისტების დაისპირება. არა, ძალიან კატასტროფულად. რეგიონებში და ანუ ყველაზე მეტ ფულს ვინც ხარჯავდა, ის ტურისტები დავკარგეთ აი მათ გამო. კი და ეს ხალხი არ ხარჯავს ფულს, მეტიც აქ სამუშაოდ მოდის, კაცო, რაზე ვლაპარაკობთ მართლა? შევიჩეთ ცუდად კი არ გამიგვეხე. იმიდან აქვია რაღაცა აპლიკაცია რო თემუდან რაღაცა აი ამას რაღაცას გამოიწერ $9 ჩინეთიდან მოდის. ხო. აი ეს. ის ჩინელი აქ რო ჩამოვა და ჯვრის მონასტერში რო ავა და სუვენირი რო დევს და რო აწერია $10, მაგათ 30 იმაში გადაიხდი ის. ხო მარტივ რამეს ვამბობ, მიხდი? ის მიჩო აქით გვთავაზობს ჩვენ უიაფეს სერვისს, ანუ მათი მთავარი რომ იაფი. ის ტურისტი რო აქ ჩამოდის, სხვაობაა მაგალითად, არ ვამბობ რა, ევროპელსა და მაგალითად ჩინელ ტურისტებს შორის არჩევანი თუ ეკნება სახელმწიფოს, განა არ უნდა იყოს ჩინელი თუ კაცო, მაგრამ ჩინელსა და ევროპელს შორის ევროპელი გვირჩევნია, რატო? იმისთვის $1 სუვენირისთვის არის ძვირი, ევროპელისთვის €5 ოკეია. ძალიან მარტივად გეტყვი, მაგალითად მაგ ტურისტების გავლენა სარესტორნო ბიზნესზე არის შემდეგნაირი, აი დაბალმხარჯველიანს შორის და მაღალმხარჯველიანს შორის განსხვავება რომ უკეთესად დავხსნათ რა, მაყურებელსაც გასაგები იყოს. დაბალმხარჯველიანი ტურისტი ხშირად უბრალოდ არჩევს რაღაც ერთჯერადი მოხმარების ლაპშა აიღოს და თავად მოამზადოს, კონსერვი იყიდოს და ამავდროულად. მაღალმხარჯველიანი ტურისტი წავა და რესტორანში დახარჯავს რა. ანუ თუ კი დაბალმხარჯველიანი იყიდის პირობითად რაღაც 15 წუთში თუ 5 წუთში მოსამზადებელ ლაპშას და დახარჯავს ამაში $2, ის დახარჯავს $20 პირობითად რა. და ეს ძალიან დიდი სხვაობაა მე რა, საბოლოო ჯამში სასტუმროს თვისაც სხვაობაა, რესტორნისთვისაც სხვაობაა, სუვენირის გამყიდველისთვისაც სხვაობაა და ჯამში ამას ყველა იგზნობს. უბრალოდ რა არის, იცი რომ ჩვენ ვლაპარაკობთ როგორ რაღაცებზე, იცი? ჩვენ გვინდა რომ ხალხმა ეს ხალხი ეგეთ მარტივ ჭეშმარიტებას მიხვდეს იქამდე, სანამ ეს აკლები მათ კართან არ დაიჩოგებს, მაგრამ აი ძალიან ბევრი სამწუხაროდ ჩვენი ხალხიდან ისე აკეთებს, რომ აუცილებლად მიხვდება, ოღონდ საკუთარ ტყავზე მიხვდება რა. საკუთარ ბიზნესზე მიხვდება. ბევრთან არის უკვე მისული კაცო, ხო არა, თელ ქვეყანას შეეხნენ, ხა ამდენი პოლიტპატიმარი ყავს, ამდენი ის ყავს, ბავშვები ჩაყარეს ციხეში, დედები, ბებია-ბაბუები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები, რამდენი ადამიანია გაუბედურებული, ნაცემი, ნაწამები ადამიანია, ასეულობით, ამათე ოჯახის წევრები ხო ყავს, ვიღაცას რო ეგონა რომ ეხა მოიცა ხაბეიშვილს თუ ცემენ, ეხა ეგ არაუშავს, ეგ ხო პარტიის ვიღაცა არის და ეხა პარტიულებს, მაგრამ ბავშვები რო ცემეს, ანუ ნახე ჩვენ აი მან და არ უნდა შეცდეს საზოგადოება, რომ ადამიანებს არ უნდა ანსხვავებდე პოლიტიკური ნიშნით ამ დროს. როცა უსამართლობა ხდება ვინმეს თავს, მაშინ უნდა ამოიღო. არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს ადამიანი, ხო? შენ მოგწონს არ მოგწონს არ უნდა იყოს. როცა მაგამდე რაღაც დროს დავედით, მე იმიტომ გვაკადრა ივანიშვილმა რაც გვაკადრა. ივანიშვილმა გვაკადრა ის, რომ მას გონია რომ დააჩმორებს თელერს. ის რომ ეგ მე ვფიქრობ რომ ესე არ არის და ბიზინა რო უყურებს რომ ქართველი კაცი არის ცხვარი და თუ გაეკიდება 6 კაცი 100,000 გაიკიდა ასე უყურებს ბიზნეს ასე უყურებს რუსეთიდან ესეთი ინსტრუქცია იმოდის ბელარუსში ამან გაამართლა ეუბნებიან საქართველოშიც გაამართლებს ქართველი კაცის დაჩმორება იოლია ის ფიქრობს რაც უფრო მეც გალახავს და სცემს და აწამებს ადამიანებს აი ახლა ამათ შევაშინებთ იმას ვერ ხვდება რომ ქართველი ადამიანი თავისი შინაარსით არის მგლის ინსტინქტი აქვს და ეს ქართველი ადამიანი ერთხელაც მოტრიალდება და მოტრიალდება აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ რომ მოტრიალდება და აი ვაი მე ბიძინა ივანიშვილი შეიძლება მართლა ვიღაცა ჩვენ გადავეფაროთ რომ შენი ჭირიმეთ ეხა არ შეჭამოთ ეს კაცი იმიტომ რომ შეუძლებელია ამდენ უსამართლობას ამდენ ჩაგვრას პასუხი არ მოყვეს ქართველი ხალხისგან ეს არის გამორიცხული და ერთი მინდა კიდევ თქვა სულ მუდმივად რას გვეუბნებია ბიძინა რას გვეუბნება ჩვენ ვართ 2 მილიონი და იმ დღეს თქვი სხვათა შორის და ძალიან ესეთი გამოხმაურება ქონდა ჩვენ არა ვართ აი რიტო ორი ადამიანი ვლაპარაკობთ ჩვენ პატარა ერი ვართ კაცო სადა ვართ ეხა რეალურად ქართველი საქართველოს ქართველი ეთნიკურად ქართველი
სოფლიოში მინიმუმ 7 მილიონი ვიქნებით. აი ყველაზე ცოტა ციფრს ვიძახი. და აი რაზე დაყრდნობით ხო? მითხარი ყველა ქვეყანაში სოფლიოს ნებისმიერ წერტილში არ არსებობს არ ჩახვიდე 10 წუთი არ გაირო და ქართველი არ ნახო. არ არსებობს ეგეთი წერტილი მე არ ვიცი. ჩვენ არა ვართ 2 მილიონი. არც ერთი მათემატიკური სტატისტიკური დათვლით 2-3 მილიონი არა ვართ. ჩვენ აი რასაც პატარა ვართ, ცოტა ვართ. ეხლა გავიხსენო ყველაზე უცნაური ადგილის. არა, აი ხა გეტყვი, აგერ ერთი კვირის წინ ვიყავი რომის გარეუბან ქალაქში, ოსტიაში. ზუსტად 15 წუთი. ხაშურიდან წასული ახალგაზრდა ბიჭი ვნახე, რომელიც მცხოვრებლად მუშაობს, 4 წელი აქ ვარო. ზუსტად 15 წუთი ვიყავი. მეტი არ ყოფილა რომის ცენტრში კი არ ვიყავი, ტურისტი კი არ ვნახე. ოსტიაში ვნახე სადღაც, იმაში რა ქვია, 50 კაფე და ის რო იყო, ერთში შევედე, მანდა მაინც იქ იყო ხაშურელი, ხო? არ არსებობს ესე კიდე 3-დან ერთში კიდე იქნებოდა ვიღაცა, არ არსებობს რა. ბუნე არ არსებობს ეგეთი ხა ამერიკაში და ნიუ-იორკში და რომელიმე შტატში ჩახვიდე ქართველი არ შეხვდეს ეგეთი რამე ხო მე არ ვიცი ეგეთი ქალაქი სადაც შეიძლება ჩახვიდე და ქართველი არ ნახო ბევრი ვართ რეალობაში ბევრი ვართ ოღონდ განდევნილი ვართ ამ ქვეყნიდან იმიტოა დაცლილი სოფლები რაიონები ქალაქები მე შენ ხო ნიუ-იორკში თუ ნიუ-ჯერსში მოგეთ მე ამერიკაში სწავლობდი 2012-ში, ანუ არჩევნები რო იყო, მან ვიყავი და დავბრუნდი 2013 წლის ივნისში, რა. ერთწლიანი პროგრამით ვიყავი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში და ბიჭო, მაშინ მე მყავდა მან მხოლოდ ერთი, აი აღმოსავლეთ სანაპიროს ვამბობ რა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მყავდა ერთი ნათესავი რა. ის აი ნათესავი ძმაკაცი ახლობელი ერთი ადამიანი მყავდა მხოლოდ. დღევანდელი სიტუაციით 1:30-მდე ოჯახი რა ანუ აი როგორი გაზრდილნია იცი ცხვი მან წასული ქართველები სხვა თან ლეგალურად ან ნაკლებად რო გითხრა რა ანუ მექსიკიდან გადასულები ვიზით გადასულები მაგრამ მერე დარჩენილები ანუ ეგ ერთი მხრივ კარგია და მეორე მხრივ კატასტროფულია რა აქაურობა იცლება ქუთაისი რო შეხება დაცლილია რა. კი, ხო და მაგას ვამბობ რა, რეალობაში ბიზნეს მართლა უნდა დაგვეჯეროსო. ჩმორები ვართ, ბანძები ვართ, ცოტანი ვართ, არაფერს თავი ვარ და რეალობაში ერიც დიდი ვართ. არც ტერიტორია არა გვაქვს პატარა, ეხა უკაცრავად. ჩვენ პატარა ვართ, რუკაზე არ ჩანოთ. ისრაელი არის ჩვენი მესამედი კაცო, ეხა რაზე ვლაპარაკობთ? რა არ ჩანან? ისრაელი, ნიდერლანდები, სინგაპური არიან გიგანტები სოფლის მეურნეობაში. ნიდერლანდები არის გიგანტი, ბიჭო. წარმოიდგინე რა. რა გიშლის შენ ჩვენ იცი რას ვეუბნებთ ყველაზე მეტად ადამიანურ რესურსს რა ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე არის ადამიანი ანუ არიან ქვეყნები რომელთაც აქვს უამრავი ბუნებრივი რესურსი აი მენდელეევის მთელი პერიოდული ისა რა ქვია სისტემა რუსეთს რა არაფერი რა კოლუმბია აიღე რა აკლიათ ხო ყველაფერი აქვს მაგრამ ისრაელი ნიდერლანდები, სინგაპური, ადამიანური კაპიტალი არის აყვანილი ღმერთის როლში და ის ადამიანური კაპიტალი აკეთებს იმას, რომ ისრაელს აქვს ატომური იარაღი. ნიდერლანდები მაგალითად არის მსოფლიო ლიდერი, ბიჭო, ჩილის წარმოებაში არიან მსოფლიო ლიდერები, სად ჩილი, სად ნიდერლანდები, ხო? სიტყვაზე და სინგაპური არის. ანუ ადამიანურ კაპიტალს რა ფასი აქვს საქართველოში? არაფერი, ჭკვიანი ადამიანი და რაღაც ქვეყნის პატრიოტი და რაღაცა, პროსტა იძულებული ხარო. წახვიდე აქიდან, მეტი რა შანსს გიტოვებენ, ხო? და რავი ხა აქ ან კი ბატონო რჩები და ნუ ამათ თებრძვი რა იმედით რომ რაღაც მომენტში მოიგებ მაგრამ ძალიან მეორე ადამიანი ხა ვერც მოთხოვ რა ხა რა ბოლომდე იყავი ამ იმაში თემაში რა მიდის და ვერც მომტყუნა ვერავის მართლა ვერც მომტყუნა მაგრამ რეალურად ადამიანური კაპიტალი რო ჩვენთან არის მინუსებში და ნეგატივში იმიტომ არის თორე ზუსტად რასაც შენ ამბობ რა პატარა ქვეყნები არიან და რავი რა ვერ ამჩნევია მსოფლიო რუკას ისრაელი ხო და მაგას ვამბობ რეალობაში უნდა კონდეს ამბიცია რომ ვიყოთ მაგარი სახელმწიფო რომ შეგვიძლია რომ გავაკეთებთ რომ მშვიდობის უზრუნველყოფა შეგვიძლია რომ ევროკავშირის კუნძულიც ვიყოთ ეკონომიკური ჰაბიც ვიყოთ სატრანსპორტო ჰაბი ვიყოთ საგანმანათლებლო ჰაბი ვიყოთ რეგიონში შეუძლია ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი მათ შორის ადამიანური რესურსი ანუ საქართველოში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანები არიან რომლებიც სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქმნიან კლიმატს სამედიცინო მიმართულებით, სამხედრო მიმართულებით, ბევრი მიმართულებით და შეუძლებელია ჩვენ ამას არ ვიყენებდით. არ ვიყენებთ, იმიტომ რომ ბიზნეს ესე უნდა რა, გაეთე ხო გითხრა გახსოვს ინტერვიუ რო იყო, რომ ესო აქ არაფერი ბევრი სამსახური არ იქნება, წაედო გერმანიაში, შეგერია ფიფრენებიაო და ორ თვეში ერთხელ ჩამოდით, დახედეთ ოჯახს და წაეთ ისევეო.
ანუ წადით და ეს დოვლათი რაც არის და რაც არის რესურსები ახლა მილიარდებზე რასაც ვლაპარაკობთ რო ვერ ინაწილებენ ჩვენ გავიყოთ ჩვენ შევჭამთო ძმაო და ვინც მე მომიმსახურებით აქ იყავით ინცერა წაით აქიდანო რა მაგალითად უარესად ის მახსოვს რომ თურმე ცუდია რომ ჩვენ ნახეთ ევროპაში როგორ ცხოვრობენ და ნახეთ რომ ხალხი კარგად ცხოვრობს რა ანუ მე გაუბედურდაო ხო აი მე გაუბედურდა მეტი მოუნდა ადამიანს უკეთ ცხოვრება რომ მოუნდა ეს გაუბედურება არქიფოს ისა კაცო ეგ ეგრე უყურებს აი ზუსტად არქიფოს ეთურის კლასიკური ქართული დღევანდელი რეალობის მაგალითია ეს კაცი რა ზუსტად იმედი უნდა მისი ადამიანს ნახე ის ტელეკომპანია იმედიც რომ მუდმივად აი 6 მილიარდის ის რიჟვაძე რო ჩაიყვანეს სადღაც იმაში რა ქვია არაბეთში და აი ხა 6 მილიარდი მაისში ვიწყებთ სად არის ეგ ინვესტიცია 6 მილიარდის ანუ მიხთი რას აი ხო გინახავს კალაძე რო დადგა და კობახიძე და ჩვენ ახლა 6 მილიარდის ინვესტიცია წამოვიღეთ მაისში დაიწყო რა ვიცი ივლისია ბარი დაარტყეს ბარი არ ვიცი ბარი დაარტყეს ჩაარტყეს თავში აგე რიჟვაძეს თორე რა ვიცი ბარი არ დაურტყამს ხო ანუ მუდმივად ეს და ბიზნეს მაგალითად სულ ამბობდა სხვადასხვა აი მეო გებელსის თეორიებზე ლაპარაკობდა ეს კაც სხვადასხვა არ გვატყუებს ხოლმე ძირთადად რაღაცებს სიმართლეს იძახის რა გებელსის თეორია რა არის რომ იქ ადამიანის ისო ჯერ კუჭზე გადის და მეორე უსაფრთხოება და მეორე და აქედან არ ამოყა ანუ არ ამოყავს იცის რომ თუ კუჭი მოგვარდა მეორე უსაფრთხოებას მოხდოს ხალხი თუ უსაფრთხოება მოგვარდა მეორე ვიღაცას აიფონი მოუნდება მაგრამ თუ ხშია და მაგალითად აიფონზე ვერ იფიქრებ. ხო, არა, ნახე თუ ადამიანს შია გესმის და თუ შვილი უნდა გამოყვებოს, ის არ ფიქრობს იმაზე, რომ მაგალითად აბა ხე კონდიციონერი სად არის, მას პირველად რომ ეს შვილს აჭამოს. შია და თუ ადამიანს სულ ამ დონეზეა, აი იმ ჭამის დროს მიაწოდებს 200 ლარი, 300 ლარი და დიდი მადლობა, წავიდა ხმამისა, ხო? ხო, ესია რა. ღარიბია მითუბრო. ასია ზუსტად ასე ბიძინა უყურებს ესე. სულ ფიქრობდი ხოლმე რაღაცა დროს თავიდან მქონდა რომ ბიჭო ხო შეიძლება რომ რაღაცა სიკეთე გააკეთოს რაღაცაო და არ უნდა ნახე მან იცის რომ რაც უფრო უზრუნველყოფილი იქნება ადამიანი მას მოუნდება მეტი და ადამიანს ესია კაცო ყველას მეტი და მეტი გვინდა განვითარება გვინდა წინ გვინდა წავიდეთ აღარ გვინდა ხო 90-იანში კიპეწელნიკით რომ ბანაობდა ხალხი აღარ უნდა კაცო კაცი იქ დაბრუნება და კიპეწელნიკით იბანაოს და წყალი არ კონდეს და შუქს ელოდებოდეს არ უნდა ეგ ცხოვრება და ეხა აბა წარმოვიდგინე შუქი რო გამორთო ხო რამხელა რას ქვია შუქი გამოირთო ბიძინე ესე უყურებს არ უნდა შეგაჩვიოს ნორმალურ ცხოვრებას იმიტომ რომ მე სულ წინ სიარული გინდა იყავი მან სადაც ხარ ჭაობში ის კი არა სადაც იყავით ეგეც ბევრი იყო და კიდევ უფრო უკვე უნდა წახვიდეთ იქ უნდა იყო და აი იქიდან იქ დაგელაპარაკებით აი 200 ლარს მოგცემ ხალხს მოგცემ და მომე ხმაუმე ხაბე ოპოზიცია საუბრობდი რა ხალხს ველაპარაკოთ და ველაპარაკოთ იმასაც ხალხს აწუხებთ და ნუ უბრალოდ შენიაზე მოინტერესებს რაზე უნდა ელაპარაკოს ოპოზიცია შენიარით ხალხს არა ეხლა ანუ თუნდაც ეს ჭრელი ოპოზიცია ეხლა ნახე რა შეასაქმე და ზოგადად ოპოზიციას ეხლა როცა პოლიტიკა მოგდა ამ ქვეყანაში მე ესე უყურებ პოლიტიკურ პროცესს როცა პარტია არ შედის არჩევნებში როცა მანდატზე ამბობ უარს როცა აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი არის მკვდარი ანუ ბიძინამ ხო ეს მოახერხა მოკლა პოლიტიკური პროცესი ახლა მე ერთადერთ გამოსავალს ხედავ ეს არის რევოლუცია და ბიძინა ივანიშვილის დამხობა ბიძინა ივანიშვილი მისი ნებით არ წავა ხელისუფლებიდან უყურებ აბსოლუტურად. მე რას ვამბობ, იცი რომ ამ თემის პარალელურად ადამიანებთან საჭიროა კომუნიკაციის არხი რო გაჭრა, მას რაც აინტერესებს იმაზეც უნდა ელაპარაკო. ეხლა ახლიდან ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ მოვიგონებთ. აქამდე კარგი იყო რომ იმ ოპოზიციას ელაპარაკა ბევრი ადამიანების პრობლემაზე, რომ მიმღებლობა გქონდეს მეტი საზოგადოებაში. ბიძინა ხო რასაკეთებს? ანუ ბიძინას პროპაგანდა რა არის? მე ვარ კარგი არ არის. ბიძინას მთელი საპროპაგანდა არის ისინი რას გვანან სულთა რუსულად უყურებს აი პუტინი კი არ მოსო მე ვარ კარგი ამას მოვამატებ ამას ავაშა არა ოპოზიცია რას გავს და ბიძინა მთელი ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია კარგია ცუდია ისეთია ასეთია საერთოდ რო არის ამისთანა ქვეყანაში ოპოზიცია სხვადასხვა ეგეც მიკვირს მაგრამ ჯანდაბას რაც არის ხო რასაკეთებს ბიძინა ესენია ნახე ესენი რას გვანან აბა ესე ქართველები არ არის ესენი ნახე ესეთები არიან ოჰო ეს ცუდია ბიძინა არ ამბობს თვითონ კარგია. ჩვენ მან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული. ეხა რო გითხრა რომ ამის ეხა თავიდან დაწყება შეგვიძლია და კიდე 5 წელი ამბობ, ნუ დრო არ გვაქვს სამწუხარო რეალობა. ეგ არის. ბევრი შეცდომა გვაქვს მათ შორის ამემართულებით დაშვებული რომ ხალხთან საკომუნიკაციო არხები კიდე უკეთესი უნდა იყოს და უკეთესი მიმღებლობა უნდა ქონდეს, მაგრამ ნუ პრობლემაა პროპაგანდაც აქეთ. ამიტომ ერთადერთ გზას ხედავ რა რესურსიც არსებობს და არსებობს 200-300 კაცი საქართველოში, თბილისში, დედაქალაქში გამოდიდა საპროტესტოდ. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ ივანიშვილის შვიდობიანი დამხობა მოხდეს და მე მგონია რომ ამის უზრუნველსაყოფად ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, რომ პოლიტიკოსები ჩვენ აღარა ვართ, აი პირდაპირ გეუბნები. პოლიტიკოსი ხარ მაშინ, როცა პოლიტიკური პროცესი არსებობს. ბიძინა მოკლა, აი ხვალაც რომ გადაწყდეს რომ პოლიტიკური მაგალითად გვინდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარება.
თუ ახალი არჩევნები არ ტარდება, ეს როგორ უნდა მოგვარდეს? თუ პარლამენტში არ არის საპარლამენტო ცხოვრება არ არის. არჩევნები იმ პირობებით ტარდება ხო ეს არ არის კაცო, ხო არა. ხო და ნახე თვითონ გადაწყვიტა ეს. ეს ჩვენ ხوار თვითონ გადაწყვიტა რომ ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს, ყველა ციხეში უნდა იყოს. არჩევნები არ უნდა არსებობდეს, პარლამენტი არ უნდა არსებობდეს, განსხვავებული აზრი არ უნდა არსებობდეს. მან მიგვიყვანა აქამდე, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ. დღეს გვჭირდება ამ კაცის მშვიდობიანი დამხობა. რევოლუციური ცვლილებები გვჭირდება. რევოლუციური ცვლილებები უნდა მოხდეს. წარმოუდგენელია, რომ დიდი რესტარტი არ მოხდეს ქვეყანაში და რაღაცა თუნდაც ძალიან განსხვავებულმა ადამიანებმა სხვადასხვა ხელი არ ჩამოვართვათ ერთმანეთს. ეგ არ არსებობს, ოღონდ ხელის ჩამორთმევას გულისხმობ მოქალაქეებს, ადამიანებს და არა ამ კრიმინალებს, კაცო, ეხლა ეს ამ ყაჩაღებთან საერთოდ რაზე უნდა ილაპარაკო, როცა კლავენ, რავი, აწამებენ, კლავენ ადამიანებს. ეს ხალხი არის აბსოლუტურად სახიფათო, არა მარტო მოქალაქეების უკვე აღმოჩნდა რომ ისივე გარემოცისთვის. ეხლა მოინელეს ხალხი, ციხეში გაუშვეს ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები, დაწამლეს ხალხი, აწამეს, ცემეს და ეხლა თავის თავს დაერივნენ. და ერთმანეთს ესვრიან, ერთმანეთს ურჩევენ საქმეს და ერთმანეთს კლავენ რა. ბუნებრივი პროცესი, რომელიც მიდის ასევე რუსეთშიც. კი, ზუსტად ხო და იგივე ბიზნესამ ხო ანალოგი გააკეთა, ოღონდ რუსეთ მე უფრო მაინც სულ ყოველთვის ვადარებ ხოლმე, რომ ეს არის კადიროვიზაცია. ჩეჩნეთის კადიროვის ჩეჩნეთი გააკეთა საქართველოს ბიზნესამ და აბსოლუტური ანალოგი. მეტიც აი ბარსეტკიანი ხალხი რო დადის, იმითაც კი ანალოგია, რომ აი ეს რო დადის ეს ოლიგარქები აი ეს რაღაცა მოკრიმინალო ხალხი და ბარსეტკიანი იარაღიანი ხალხი. ხო. ეს არის კლასიკა, რო გაიაროს თბილისში ვინც მოძრაობს, ახლა მე ფეხით მიწევს შეიძლება გადაადგილება მეტრო, ეთყობა რა ვიღაცა რო დადის და 10 კაცი ეს ბარსეტკებით რო დაყვებიან და სასტუმრო რესტორანში შემოვიდა. კი, დაკვირვებული ვარ სასტუმრო. ეგ არის კადიროვის ჩეჩნეთის ის გააკეთა და ბელარუსზე უარეს დღეში ვარ. ეგ არის რეალობა. კი. ლეონ, გაცემს ბოლოს უბრალოდ რამს თუ ეთყოდი მაყურებელს ერთ რამეს ვიტყოდი რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ვარ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ მჯერა ქართველი ხალხის. მიუხედავად იმისა, რომ აი ხა ნიჰილიზმია, ხალხი არ გამოვა ესე იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ცვლილებები იქნება. ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად ერთადერთი რამის მჯერა. ქართველი ხალხის კეთილსინდისიერების, კეთილგონიერების და ბრძოლის უნარიანობის. და ის ახლა რაც ხდება, გამორიცხულია, რომ ეს ადუღებული ახლა როგორ არის, ადუღებული მასო დაადგამ ესე ქვაბს და თავსახურს დაადებ და თუხთუხებს. არ არსებობს, ეს არ გადმოვიდეს. არ არსებობს ბუნების კანონს ეწინააღმდეგება ივანიშვილი და მისი ბანდა. ამიტომ აბსოლუტურად იმედიანად ვარ და მეტიც საზოგადოებასაც მოუწოდებ, რომ იყვნენ იმედიანად იმისთვის, რომ ჩვენ უკანასკნელი ასე ვთქვათ, თავარი გენერალური ბრძოლა უნდა გავმართოთ რა. რამდენის დაგჭირდება ჩვენი ქვეყნისთვის, იმდენ უნდა ვიბრძოლოთ. ეხლა დააღლა და ხელი ჩამოშოვა, არ არის ნორმალური, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ახალგაზრდა ბიჭები და პოლიტიკოსები და ძალიან ბევრი ადამიანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ხედან ციხეში. მადლობა ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ეთერში იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოგვიწერეთ, გამოგვყევით სოციალურ ქსელებში და YouTube-ზე. მადლობა ხაბე. მადლობა თქვენ.